კაი, მოიცა რუკები და რაღაცები გავამზადო აქ, მოუხმობ ჩვენ სტუმარს სტუდიაში. რა მაგარი. ესე იგი, ეგეთი თხოვნა რა. პირველად ვაკეთებთ ამას, ამიტომ მაქსიმალურად შეეცადეთ რომ დაგვასაპორტოთ. თქვენი იმედი გვაქვს რა. კაი. ამას ვერ ვიტყვი რომ მანდამაის მხოლოდ თქვენთვის ვაკეთებთ, მაგრამ გვინდა რომ რაღაც საინტერესო ამბები შემოვიტანოთ თამაში და სტრიმზე. და ზოგადად community-ს ლეველი ნენელა ავწიოთ იმის ხარჯზე, რომ ძლიერ მოთამაშეები გაუზიარებენ გამოცდილებას შედარებით სუსტებს, ან არც ისე სუსტებს და თავიანთ peer-ებს და ყველას თავისი გამოცდილება აქვს და შეიძლება ერთმანეთი შევავსოთ რა, ეგ არის მუღა. აი, ორი კვირა. აი ხა გავარკვა, bro. ახლა გავარკვა. კაი, ერთი წუთი შევიხედო, აი. ესე იგი, სტუდიაში ყავს მეგობრებო, ჩვენ TikTok სტუდიაში ყავს მეგობრებო, როგორც შეგვირდით. NVM Cesar King-ი, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო საპორტი საქართველოში და მივესალმოთ, Cesar, გითხარი რამე, მოგვესალმე. შენ შესახებ რაღაც 1-2 სიტყვა გითხარი როგორ დაიწყე თამაში ან რავი, რამე საინტერესო ოპენინგი გაგვიკეთე რა, რაც თუ გინდა არც არაფერი პროსტა მოგვესალმე. და როგორ ისმის ხმა, მაგაზეც დაგვეხმარეთ. 24 წლის. ნაი. რავი, როგორ დავიწყე თამაში, ლოსუ თამაშობდი, რავი, 2016 წელს რო დავიწყე იმის თამაშობდი, მე მობაილეჯში გადავედი, ერიკას თამაშობდი და ბოლოს ვაილდრიფტი რო გამოვიდა, იმიტომ რომ ლორი მევასება ზოგადად ესეთი ტიპის ჟანრის თამაშები ძალიან მევასება, მე გადმოვიდი აქ დავაყენებ. ან ნორი სეზონიდან თამაშობდა რა ვიცი, თავიდან ADP-ში. მაგრამ მე ADP-ზე თამაშობდი საპორტი მარიცოდნენ რა უნდა გაიგეთებინა რომ ADP-ს მინიმუმ კომფორტულად გაიფარმა. არა, სულ ერთი წამი bro, სულ ერთი წამი ცოტა ხმა. ერთი წამი, სულ ერთი წამი bro, სულ ხმა. ეგ არ ქნა. Discord-ს დავაერთებ ეხლა ტექნიკური პრობლემები პირველ ნახევარსაათში ყველაფერი უნდა გავასწოროთ. აბა ეხლა როგორ ის 1-2-3 თქვია ბა 1-2-3 1-2-3 კარგად ისმის ხო კარგად ისმის მეგობრებო აბა დაგვიდასტურეთ ჩატში დაგვიდასტურეთ ჰაჰა ნაისო გამოსწორდა ბოდიში ტექნიკური პრობლემები აი არა კაი გაუშვ ესე იგი თამაშობდი თავიდან LoL-ს მერე Mobile Legends და Wild Rift-თან მოხვედი აღარ თამაშობ LoL-ს ეხა ხო არა იმდროს ძალიან დრო და ნერვები მიაქვს სუსტა მეც მაგიტო აღარ თამაშობ რაღაც მაგერი დრო დაუწყო თამაშს რა სულია გასაგებია გასაგებია იმისა Wild Rift-ს ძალიან ნუ ეხა აღარ უფრო მაგდენ დროს იმიტომ რომ ასე პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ იმდენად არ არის კონკურენცია Wild Rift-ში ფართო კომუნიტიში რომ რაღაც ანუ აი აზრის არ აქვს აი LoL სეზონში იმდენი ხალხი იყო და ყველას ის мотиваცია ქონდა რომ იმ 5 QA თამაშა და 5 QA-ს პოპულაცია როცა შედიხარ მითარიცი ან 5 შევდიოდი რაღაც იქ მე მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ვიღაცა დაბალი დონის იყო მაინც ყოველთვის რაღაცა ის მომენტი ქონდა რომ ვეთამაშებოდი და თუ სიტყვაზე ჯუგერდით და ხებოდნენ რომ მათის გერები ვიყავით ანუ ბევრს ქონდა ის მომენტი რომ სიტყვაზე რაღაც შეისწავლა ჩვენ ან ბევრი ადამიანისთვის პირადად მეც მისწავლებულია რაღაც კომპიუტერისიან ოგეგმული მე აზე რაღაც მისაუბრე და დრო დამეთაჭდა. რაღაც მაქედან გამომდინარე ეგ мотиваცია რომ მაგ მეც და ასე შეიძლება რაღაც გადავწყდა ესეთ რაღაცო აპორტი დავიწყოთ და მე იმედია ოკეი. დავიწყოთ საპორტიდან. როგორ დავიწყოთ? რას ფიქრობ? საბედნიეროდ გვაქვს. რა ვიცი ანუ მე რაღაც ესე ჩამოწერილი მაქვს და დაახლოებით როგორ შეიძლება დავიწყოთ საიდან შეიძლება, მაგრამ მაინც ისეთი სიტუაცია არის, რომ დროთა განმავლობაში განვითარდება რა, ის რაღაც კითხვა ექნება. კი. როგორ წაიგებს? თავისუფალი ფორმატი მივცეთ ამ ყველაფერს რა. ხანდახან შიშინებს ხოლმე, მაგრამ მაგ რაღაცას ვერაფერს ვერ უზამთ. კაი, დაგრძელდა ყურები, ერთი წამი ავუწევ. ისაც გამოგიგზავნე კი, მაგას გავხსნი ახლა. ანუ პროსტა რა არის, ანუ მე TikTok-ს ვერ ვთავ რა, იმიტომ რომ მე TikTok-ს რო ვთავ, ისა Discord-ის გვიანდებათ რაღაც ეგეთება და აუდიოვიზუალურად ვერ ვხდები რა, ანუ დახტება სტრიმზე და ცოტა შეიძლება მაგერება მომდინარე გაგვიჭირდეს, მაგრამ რავი, არა უშავს.
ოკეი. კაი, მოდი მოდი დავაშიარებ tire list-ი ამბობ, ხო? ხო. ოკეი, კაი, მოდი დავაშიაროთ. ერთი თუ შევიდა leaderboard-ში მომდეს, დავბერთ. რა ხდება? კაი, არაფერი. გადავრთავ ეხა ჩვენს Chrome-ზე. და წესით გამოჩდება. მეგობრებო, ერთი იცოდეთ რა, რომ ანუ ეხლა რასაც ვიზიარებ და რასაც ვსაუბრობ, ეს არის პირადად ჩემი აზრი და პირადად ჩემი გამოცდილება. ვიღაცა შეიძლება მინიმუმ ეხლა tier list-ას გაგიზიაროთ, მაგაში წარმოგიდგებოდეთ, ეგეც მისაღები არის უბრალოდ ანუ ეხლა რასაც ვისაუბრებ, ეს ჩემი გადმოსახედია. ანუ მე არ ვარ არც pro player-ი, ანუ არც ის რომ რაღაცა ფულს მიხდიან და როგორც იფაზე ფეხბურთელი ვარჯიშობს და რაღაც დილით ვარჯიშები რაღაც რაციონი აქვს გამოწვეული რაღაც ეგრე არ ვარ. უბრალოდ მოთამაშეა, რომელსაც სიამოვნებს ხუთ კაცთან ერთად ავთამაშის თამაში და მინდა რომ თუ რაიმე გამოცდილება მაგდა სიტყვაზე მე ვიცი და ვინმე არ იცის, ის გითხრათ და შეძლებისმებრად და გაგიხსნათ და ფენოდე მოვიტანო რა, ჩემი საქმე. ამიტომ რაღაც ჰეიტი და წინი არ არის. კაი, ეგ არაფერი, ბრო. კაი, გამოვაჩინა მე აქ tire list-ი. მოკლედ, მეგობრებო, დავიწყოთ ესე. მინიმალურად საერთოდ ყველასთვის რომ საინტერესო იყოს ან სამჯალო ან პირდაპირ მისაღები იყოს ეგ საკითხი, რაღაც ბეისიკების ახსნით და რაღაცებს რო არ დაგვეწყავ, თქვით რომ მოდი ამ ახლანდელ სეზონში tire list-ი რა არის? ყველაზე ძლიერები რომლები არიან? ყველაზე ძლიერები ან რეალურად ერთი ძამით? ანუ თვითონ რომ გააზიარებ იმასთან უკვე გამოჩდება რა, გმირები მითხარი და მე და უკვე რაღაც ჩემს დაუფიქსებ რატო არა. ოკეი. კაი, всё, გამოჩენია ესე იგი. დავიწყოთ იქიდან რომ tire list-ი ალბათ ყველასფერიად მუღამი არის ის რომ ამ სეზონში თქვა ესენი პაჩების მიხედვით, აპდეიტების მიხედვით იცვლება რომელი საპორტი არის ხოძე, რომელი საპორტი არ არის ხოძე, იგივე ADC, იგივე აბსოლუტურად ყველაფერი, ყველა ჩემპიონი, ყველა როლი, ამიტომ დღეს რადგან საპორტზე ვართ ორიენტირებული ძირითადად დავიწყოთ საპორტებით. ეს არის წეზარი ჩამოწერილი tire list-ი და ყველაფერი იწყება S რანკიდან ჩამოდის, სადამდე ჩამოდის, D რანკამდე ჩამოდის იდეაში რა. ეხლა აქ ჩანს რომ S რანკში წეზარმა ჩაგვიწერა ბრაუმი, ნამი, ნაუტილუსი და ორნი. მოდი ჯერ წეზარს თავისი ის ვაცადოთ, ვკითხოთ. გამარჯობა ბრო, სკვერაშობით მეგობრებო. და რავი, ერთი-ორი სიტყვა გითხარი ეს top tier-ში, ანუ ეს tier-ში მაგალითად რა შეგვიძლია მოგვიყვე რა ამ საპორტებზე, ან შენ როგორც კიდე ისე დაიწყე რა. კი ბატონო, ესე გარო, აქ რასაც ხედავ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რაიჩი რომ შევდივარ ყოველთვის ლულუს და იუმის და მილიონს, მილიონს კიდე ისე ხშირად არა. მაინც ვანავ, ანუ მაინც მინდა რომ ანუ თვითონ კონკრეტულად ინდივიდუალურად გმირი, ანუ სათამაშოდ მინდა რომ ანუ ან ვახსოვ რატო არის სიტყვაზე ეხა იუმი და მილიონი ანუ თელი პლუსი რა აქ ეხა ეს ტიერის ჩემპიონსა ნამი და ნაუტილიუს და ორნი რო ავიღო მაინც ნამი ენჩანდერი არის რა დანარჩენი სამი ან საპორტერი რომლებიც ინგეიჯერები არის ანუ ბრაუნს ნამის ნაუტილიუს და ორნს ლეინზე ისე შეუძლია თამაშის წარყვანა როგორც თვითონ მოესურვება ანუ რა შეუძლია კონტროლი კონდეთ შეუძლია ტრეიდების თავის აღება შეუძლია ძალიან დიდი ხანი ენები ანუ კრაუდ კონტროლში ანუ სტანში ამბობენ ანუ შეუძლია ისე დაუტრეიდონ ანუ ისე ეთამაშონ ენები მოდლეის რომ მაგალითად როდესაც ჩემი ინდიკეტ სიტყვაზე ფარმავს და ფარმსირებს მე რო სიტყვაზე ნამი მყავს აღებული ნამის მეორე სტილი იმდენად პროფენია ანუ იმდენად ძლიერი არის რომ მე საერთოდ არ გამჭირდეს ჩემი ინდიკერი რომ მე ისინი დავჩაგ ლეინზე ანუ რა ხდება მე მიგას სიტყვაზე ვინაი ვარუსინი გასერაც ინახავს კი ბატონო კაი ერთ კითხავს სანამ გააგრძელებ რა ანუ ძირითადად ნახე სანამ გააგრძელებ მანამდე ჩაგეძიები ხა რაღაცაში რა შენ თქვი ეგეთი რაღაც რომ აი აქ ეს ტაიერში ძირითადად არიან ინგეიჯერები და ნამი ენჩანტერი რეალურად რა
ეს მეგობრებო, კარგად გესმით, ხო? მეტნაკლებად ეხა Enchanter Engage-ი, რა ძირითადად მე მაგაზი ალბათ ცალკე დავილაპარაკებთ, მაგრამ როგორც ხედავთ, engage ვისაც შეუძლიათ, ანუ რაღაცა წამოწყება რაღაცა ფაითის რაღაცებს ძირითადად ყველა ნამის engage-ერია ერთი რაღაც პონჩი, ხო? ნამის engage-ერი, ამიტომ ძირითადად ყველა engage-ერი ნამი Enchanter-ი, ანუ Enchanter რომელიც აძლიერებს უფრო და engage-ერი ორნის ულტი, Nautilus-ის, Braum-ის ულტებით ესე შეუძლიათ დაინიცინონ რაღაცებს, ძირითადად მაგას გვია. მაგას გულისხმობს. ეხლა შენ ამბობ, რომ ინდივიდუალურად, ეხლა გადაივლი და გვეტყვი, რომელი უფრო ხოძეა და რატო არის ხოძე, ხო? მაგალითად, რამე ერთზე გავაკეთოთ ჯერ კონცენტრაცია რა, რამე ერთზე გავაკეთოთ კონცენტრაცია და უფრო მარტივი იქნება სასაუბროთ. მაგალითად, ნამი ვითამაშეთ წინა ხელში, მე და ბასილევსმა და ყველამ უყურებდით, რომ საკმაოდ დავჩაგრეთ. ეხლა ისინი კარგად ვერ თამაშობდნენ, ერთი ამბავი ეგ იყო, მაგრამ ნამის ხშირად ხვდები დღეს რენკში რა ძირთად იღებენ ნამის first pick-ი ხშირად არის ხოლმე ნამი რატო ანუ რაში არის საქმე პირველ ნახეთ როგორი თემა არის ანუ რითი ყალიბდება STL ანუ შენ ლეინზე რისი გაკეთა რისი მოწევა შეგიძლია შენი გუნდისთვის ანუ ნამი იმიტომ არის ეხლა STL-ი რომ ნახეთ მეორე სკილი ფეიდის გაკეთება შეუძლია მესამე სკილი როგორც თავისი დაბავა ასევე თავისი AD-ის დაბავა შეუძლია და ამ დაბავის შემდეგ გაცილებით უფრო მეტ დემეიჯს აკეთებს და ასევე მუვმენტს ვისურვადებს და პლუს აბნია პირველი სკილი რომელიც დაკოლი 2-დან 3 წამამდე ანუ ელემის ჰაიერში ამყოფებს ანუ რას ნიშნავს ფაბის როცა გაარკვევა შენ სიტყვაზე მიდრეინერი იასო ხაზები შენი სკილი შეგიძლია იასოს პირდაპირ ადამიანი აუგდო და იგი გააკეთები პლუს ანუ გამორიცხული არის რომ სიტყვაზე ნამის თამაში იცოდე AD-ქერის ვინც ყავს იმას თამაში იცოდეს და რომელიმე რაღაც მეჩაპმა ენემიმ დაგშაგოს. ანუ ეგ არის გამორიცხული, იმიტომ რომ თვითონ ჩემპიონი არის იქა ამ მეტაში. მიუხედავად იმისა, რომ მე მგონი არ დაბაფოლა რაღაც ბოლო სეზონები ნამი, ანუ ყოველ შემთხვევაში მე არ მახსოვს, შეიძლება გამახსენოთ. ანუ იმდენად ძლიერი არის, რომ ანუ ინემის დაჩაგვრა შეგიძლია. კაი, მოდი ესე კითხავ მაშინ რა. კაი, მაშინ ესე კითხავ, ნახე. ნამის აქვს ჰილინგი, ხო? ნამის შეუძლია დემეჯის გაზრდა. რაღაც სამ ავტოეთეკზე და შეუძლია კარგი CC აქვს. და ჰილინგი CC ის არის გაძლიერება და ნუ ულზე კიდევ CC ვაფშე ისეთი. საკმაოდ დიდ რეინჯზე დიდი აუე დემეჯით გასაკუთრებული არის, მაგრამ მაგარი CC აქვს რა ჰაერში ყრიყვალს. ეხლა ეგეთი კითხვა. კარგი, მაგრამ იგივე დონის ჰილი და ენჩანტინგი, ანუ დემეჯის გაძლიერება თუ გინდა CC, თუ გინდა shield-ი, მაგალითად აქვს სხვა ჩემპიონებსაც რა, ვთქვათ, მილიონსაც აქვს უკან გადაგდება CC, მილიონსაც აქვს healing-ი, რატო არის ნამი მაგალითად მილიონზე უკეთესი? რატო შეიძლება ნამი ეს ტაერის ღირსი იყოს სხვებისგან განსხვავებით? ყველაზე დიდი heal-ი აქვს თუ ეს კომბინაცია აქცევს ნამის იმათ, რომ აი ყველაზე მაგარია რა? ჩატში ამბობენ, რომ Scraxy ამბობს, რომ durability patch-ის შემდეგ გახდა ნამი ძალიან ძლიერიო რა. აი, რამ გახადა ნამი ძალიან ძლიერი? ხო. არის ანუ სიმართლე გითხრა პატჩი უშუალოდ ნამიზე არ წამიგიქოს, ანუ ძირითადად რაც ნამის პლეიერი არ ვიყავი და ძირითადად ინგეიჯერს აპოტებს თამაშობ, მაგრამ რაღაც ერთი თამაშის მერე რო ავიღე, ანუ იმ ხელა პოტენციალი დავინახე მაგ გმირში. და იმ ხელში მიუხედავად იმისა, რომ მილიონით თამაშობდეს ყველაზე ლულუთის, ანუ მე პირადად ეგრე კომფორტულად თავს ვერ ვგზნობ ვერც მილიონი და ვერც ლულუთი. ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ სიტყვაზე მილიონ და ლულუ შეიძლება ვერ მოგიგონ. ანუ შესაძლებელია რომ მოგიგონ, მაგრამ ჩვენ ხო რეალურად იმით, ანუ თვითონ ინდივიდუალურად, ანუ ახლა მე რო თამაშობ ნამიზე, მე რო ნამით რაღაცას ვაკეთებ. ანუ მე ჩემ თავზე აგრესიის აღება შემიძლია და მილიონი ეგეთი აგრესიული ვერ ხარ. იმიტომ რომ მილიონზე ეგრე შეთავს ვერ იხილავ როგორც ნამიზე. ანუ მეორეს პლუს რო გააყავენ, თუ რაღაც დეიში იდექი ის დემეიჯს უკეთებ და იქ რა გადმოსული მეორე სკილი, შენ პლუს შიუდას, ანუ შენ ფეიც ისეთ უკეთებ რომ ის ანუ გადემეიჯებული გამოდის და შენ ისე იგივე HP-ს. გასაგები. ანუ რეალურად ანუ
ანუ გავიგე, გასაგებია, მაგრამ გასაგებია. რეალურად იმდენად ხოძი არის ამ პატჩი, თავისი ჰილინგით ყველაზე მეტად ჩაჩი იწერება, აი დასტაკარით შემოსული არის და წერს, რომ ანტიჰილი დიდად ძალიან ძლიერ ამის ჰილზე, ანტიჰილი ფაქტობრივად არ იგრძნობა ლეიჩი. ანუ რეალურად ძალიან ბროუქენია თავისი ability-ების ხარჯზე და ტრეიდებში მოგება შეუძლია ძალიან მაგრად ასაპორტებს AD carries. სხვათა შორის აქ კიდე ერთი ეგეთი ნოუთი დაწერეს ჩატში, რომ მილიო მაგალითად უფრო AD carries ასაპორტებს და აძლიერებსო, ვიდრე სხვას ვინმესო რა. ანუ range-ის გაზდას გულისხმობდნენ ალბათ. და ნამის შეუძლია ყველა დაასაპორტოს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რა. ეგ ზაკაი კომენტარი იყო გამოუჩა და ვინც ეგ დაწერა ჩაუთვალოთ. ჰილი ბონუს დემეჯი აქვს და აგრესიულად შეგიძლია ითამაშო. ელიში ჰილ სისი ბონუს დემეჯი აქვს. ანუ რეალურად ელიში ძალიან მაგარი ლეიჩი ჩვენც ვიცით რომ ძალიან მაგარი ჰილება, მაგარი ინიციატორია, disengage, engage, ყველაფერი საინტერესო აქვს. ოკეი, კაი. რას ვიტყვით დანარჩენ ყველაზე? ანუ დანარჩენები განსხვავდებიან ნამისგან. ბრაუმი, ნაუტილუსი და ორნი. ეგენი ცალ-ცალკე გავიაროთ თუ ზოგადად გვეტყვი ყველა შესახებ, აი უხეშად რო გავიაროთ და მერე შეგვიძლია ჩავეძიოთ. რაღაც დონემდე მაინც შევეცდები რომ ისე აუხსნა რა, ანუ ბეგინერივით აუხსნა რა, შევეცდები ესე, ანუ ბრაუმზე ვავიღოთ და ბრაუმი რაღაც აი ძალიან ცოტა სეზონებია, სადაც შეიძლება არ ითამაშებოდეს. ნუ აი მე რასაც თამაშობ 0 სეზონიდან, აი ძალიან ცოტა სეზონი იყო, სადაც აი ბრაუმი ვაფშე არ არსებობდა რა. დანარჩენი, ანუ იმდენად ბევრ AD-კან მიდის, ანუ ის იმდენად კარგი სინერგია აქვს, ანუ მაგისი პასივიდან გამომდინარე რა, ანუ როგორც basics ან პირველ სტაკს არ ყავ, ანუ თქვენ 4 სტაკი ედება, რის შემდეგაც ამ 4 სტაკს რო შეავსებ ის ანება და პლუს თუ სწორად მახსოვს უფრო ბევრად დიდი დემეიჯი უკეთდება რა, ვიდრე ისე შეიძლება გავუკეთო. ეგ ანუ პირველ ლეველზე ასე ვთქვა და აი ინვეიძე როცა შედიხარ ან მაგალითად აი თიმა გადაწყვეტეთ რომ წამოდი იმათ ჯამში შევიდეთ პირველ ლეველზე და ვცემოთ. ანუ აი ამ საცემად აი იმათ საცემად. რო კილი აიღო ან რაღაცა ხო? ანუ რაღაც პლუსში გახვიდე რამენაირად, ან დაჩაგრო, ან მოკლა, ან ხო? მაგისთვის ძალიან მაგარი ანელებ. ხო. ჯანგლებს წააგო ბლუბაფიან რედბაკან. მაგისტრის ბრაუნი არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ შენ იქ რამდენი კაცსაც ხუთივე ესე პროპოზ ან პირველი სკილი გაარტყან. ვაპირებთ პროს ფალეინებზეც კი. ყველას პასივი ედება. ანუ შენ შეგიძლია ფაქტიურად ხუთივე კაცზე უკვე სტანი გააკეთო რა და სტანი და კონტროლი ზოგადად რა, კრაუდ კონტროლი და ეგეთ რაღაცები, ანუ ამ თამაში ძალიან ძლიერი არის. გავიგე, მივხვდი. როდესაც ჩემპიონი უმოქმედო და წამის განმავლობაში ძალიან კარგი, ძალიან დიდი პლუსია. ბრაუნს ანუ ეგ აქვს, პირველ ლეველზე ძალიან ძლიერი არის, ბევრ AD-კთან აქვს სინერგია, ანუ ბევრ AD-კთან ერთად შეგიძლია რომ ითამაშო ბრაუმი, რა ვიცი, ნაუტილუსსაც შეიძლება პირადად ჩემპიონის ინგეიჯერ საპორტის პლეიერისთვის, ნაუტილუსზე კონტროლი მეინვარ და თეიში გედა გამერეო ვამოდე და რამე სიზონებში მესიზნება, ანუ ნაუტილუსი იმედენად პროდუქტიული და იმდენად ძლიერია, იმდენად აქვს ინკო დემეიჯის გაკეთება შეუძლია early game-ში, ანუ მეორე skills რო დაიდებ, shield-ი გენდება და პლუს დემეიჯი გეკეთო. ერთი კითხვა. მაშინ ერთი კითხვა რა, ძალიან საინტერესო, მოდი შევაწყობდე. ძალიან საინტერესო რა არის ხა რა. მე ხარ რასაც უყურებ, სხვა შორის ორნი იშვიათად ხდება საპორტზე. დიდად 5-5-ზე რო თამაშობენ, ალბათ ისევ თქვენ იღებდით ხოლმე, მაგრამ დანარჩენი ყველა ხდება და ვიცი რომ ძლიერები არიან. ეგეთი კითხვა. ნამის გარდა ჯერ არც ეცი არ გვითქვამს არაფერი ისეთი განსაკუთრებული რატო არის ამ პატჩი ეს ტაიერი, თორე რეალურად ეგრე ერთი შეხედვით შეიძლება ვთქვათ რომ სუ ეს ტაიერები არიან, მაგრამ სიამოვნებაში ხო სუ ეს ტაიერები არ არიან ესენი. ამად მხოლოდ ამ პატჩი და შეიძლება სხვა პატჩიდაც ეგრე ამოვიდეს, მაგრამ განსაკუთრებით ამ პატჩი ეს ნამის გარდა ეს სამივე ჩემპიონი ძალიან ძლიერია ბოტლეინზე საპორტად. რატო ამ პატჩი და რატო არა სხვაგან? ანუ რა აქვს ამათ გამორჩეული ეხა და არ ქონდათ ადრე მაგალითად რა? ანუ რა არის ესეთი განსაკუთრებული? ანუ ეხა ეს სეზონი ისე არის მოწყობილი, რომ შენ გუნდს რაც უფრო გამძლე ტანკი ყავს, აი ნამისო თავი დავანებოთ რა. რაც უფრო გამძლე ტანკი ყავს, რაც უფრო მეტის გაძლება შეუძლია და ბევრი კონტროლის გაკეთება შეუძლია. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ტრეიში ეხა სიტყვაზე ანუ A tier-ში მყავს რა, და ტრეიშსაც ძალიან დიდი ხანი შეგიძლია რომ კონტროლში ყავდეს ენები,
ხეში არ არის ის ჩემპიონი, რომელსაც დიდი ხანი შეუძლია ფაიტის დროს გაძულოს და თავის თავზე აიღოს ისე სხვა შორის მე მახსოვს ეიდიკეს უნდა მოხდეს. მივხვდი. მე მახსოვს რომ ნაუტილუსი ადრე რეალურად ნაუტილუს ბევრად უფრო სკვიში იყო ადრე რა. early mid game-ში გაჩავდა, მარტივად დიდად არ კვდებოდა და ცოტა მერე ძალიან მარტივად კვდებოდა რა და დიდად მაგიტო არ უღებდნენ, მაგრამ ეხა ეგრე აღარ არის, ხო? აშკარად უფრო გაიტანკ. ანუ რეალურად პაჩების ხარჯზე ისე მოიხონდნენ, რომ ღირს თამაში ბოტლეინზე, საპორტზე, იმიტომ რომ ძალიან ძლიერები არიან რა. მოდის ეხა სერიოზული კი, აი მოდის ეხა კითხვები რეალურად რა. ტანკების მეტაოს კრაქსი წერს hard სტილის გამო. რეალურად ტანკების მეტა არის. ეხლა ეგეთი კითხვა. მაშინ თუ ტანკების მეტაა, თუ გაძლებაზია საუბარი რა. გიო ბერანძემ დასვა არაჩვეულებრივი კითხვა და ჩვენ სამ ბოლო დროს მე და ბასილევსის თამაშობთ AD carry-ზე საპორტზე ლეონას. ლეონას ხო ძალიან გამძლეა, მაგარი engage-ი აქვს. დემეჯიც დიდი აქვს, W-ზე არაფერი არ აკლდება. რატო ნაუტილუსი და არა ანუ გავიგერო ერთი ტაირის შორის განსხვავება იყოს S-სა და A-ის შორის რა, მაგრამ S ტაირში ყავს შენ ნაუტილუსს და C ტაირში ყავს ლეონა. რა არის მაგის მიზეზი უხეშად თუ შეგიძლია რომ გითხრა რა, ეგ იქნება ძალიან საინტერესო. ნახე, მე მინდა რომ ანუ ეგ ვინც უებს ამ სტრიმს შეხედოს რა გითხრიდან. ანუ ამ ყველაფერს აი C ტაირში რა სოჩი ფაზე ლეონას ანუ ჩემი გამოცდილება. ანუ ლეონათი შენ, ან ლეონას ისეთი სკილებია ანუ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უნსაც იგივე სკილები აქვს, უნსაც იგივე სკილები აქვს, ანუ all-in-თან მიმართებაში, ანუ ბოლომდე რო შენიხარ რა, all-in-ი იმედი მაქვს ყველა მისცდა რა, პროცესულ მომენტში ასკე. ანუ ლეონა მიუხედავად იმისა, რომ მეორე სკილზე, როდესაც ჩაიწყო შედარებით უფრო ნაკლები დემეიჯი ხდება, ანუ უფრო მალე არის, ანუ უფრო მალე შეიძლება ლეონას მოკლა, ვიდრე ორნის, ნაუტილიუსის, ბრაუმის, ალისტარის, ან მაოკაის. ანუ აი ეგ თემა არის და პირადად ანუ მე რამდენჯერაც ამ სეზონში ლეონა ვითამაშე, ანუ იმედენჯერ შემექმნა ის აზრი, რომ ანუ ლეონა არა რა, მიუხედავად იმისა, რომ ლეინზე ოკეი შეიძლება დაჩაგრო, იმიტომ რომ ბევრი სტანი გაქვს, რეინჯიდან შეგიძლია მიახტე ტიმს და დასტანო იქ ულტი გაქვს რაღაც მეორე სკილი გაქვს, კი ბატონო ლეინზე შეიძლება იყოს რაღაც დონეზე, რაღაც ჩემპიონებთან ძლიერი, მაგრამ ისე როგორც ნაუტილიუსი, ორნი და ნამი და ბრაუმი ყველასთან ძლიერი არის. ლეონა ეგრე ვერ არის. ლეონათი რო ვიდგე და მე ნაუტილიუსი დამიდგე სენემიში, ანუ უეჭველებს. ანუ ვერ ვეთამაშები. ნაუტილიუსი შეუძლია როგორც ლეონას ულტიდან მეცხოვ, ანუ ულტი მეცხოვს შორიდან, მაგრამ ანუ ნაუტილიუსი რო შევალ მე უფრო ბევრს დამტანკავ, უფრო პროდუქტიული ვიქნები ვიდრე ლეონათი. გასაგებია. ეს ჩემი აზრი არის. გასაგებია. შეიძლება ვიღაცა რაღაც ჰარდკორ დონეზე, ან ჰაიპერ დონეზე სპაზე ემერალდში ან ფაიმოჩი სულ სხვა თამაში მიდის, მაგრამ ანუ მე ნახეთ რა პერსპექტივიდან უყურება, რომ მე ძირითადად თუ თამაშობ რანკს, შევდივარ ისეთ ხალხთან ერთად, რომლებიც ანუ ყველა მაღალი რანკები აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ჩელენჯერი არასოდეს არ გამიდია და პრეტენზია მქონია, რომ ჩელენჯერი ყოფილიყავი, მაინც ყოველ სეზონზე მე მიწევს ისეთ ხალხის წინააღმდეგ და ისეთ ხალხთან ერთად თამაში, რომ ანუ იქ ლეონა როგორი იცი რომ ყველა საპორტი მაშინ ესე კითხავ გეთახმები ანუ ეგ კარგი კონცეფტია რა ეგ კარგი კონცეფტია ოკეი ეგ კარგი კონცეფტია რომ სხვადასხვა რენკზე ანუ მაღალ რენკებში უფრო სხვა საპორტები მუშაობს და დაბალ რენკებში უფრო სხვა საპორტები მუშაობს რა როგორც არის მაგალითად ტიმო ან მასტერი დაბალ რენკებში უფრო მუშაობს და მაღალ რენკში არავინ არ იღებს ხოლმე რა ეგეთი რაღაცები ძალიან ცხადია ხო აბა ანუ აი ხა იმ 100 კაცი იყო ხოლმე ტურნირზე და ეხა ტურნირო ჩატარდა რა რომელიმე თამაში სადაც აი დააკვირდით რომ ცოტა უფრო მაღალი რანკის და ცოტა ძლიერი მოთამაშეები ვარ არც ერთი გუნდისგან არ იყო ფანი არც იუმის არც ლულუსი არც მილიოსი რატო ანუ აი მას რო უყურებ რატო ხო ანუ რანკი მიუხედავად იმისა რომ რანკში ალბათ ყველაზე დიდი პროცენტი აქვს ენჩანტერების მაქსიმუმი ენჩანტერის ფანს ანუ კომპეტიტივში სადაც 5 ფუძემდის თამაში ეგ არ ხდება რატო არ ხდება იმიტომ რომ სანამ ის ლულუ თავის კაისას ლეით გეიმამდე მიაღწევს მე აქ აი CTS-ში ჩარვანი გრაგას და სეტი მყავს მე ჩარვანი გალიოტი გრაგასით სეტი გინდ ლეონატი ისე შემიძლია მაგ ენჩანტერების დაჩაგვრა რომ ანუ ერთი 5 ჯერ მოვყვა ლეინზე
გასაგები. ანუ early game-ი არის priority ხშირ შემთხვევაში. იცი რა, მე რაც შემომჩნია, ძირითადად რა ხდებოდა. ყველა ვინც იგებდა თამაშს, იგებდა თამაშის დასაწყისში. სადღაც პირველ ობიექტივამდე chill ხოდი იყო, როგორც ჩემს ვიდეოებში შეგიძლიათ ნახოთ ხოლმე, მაგრამ რაღაცის მერე, სადღაც პირველი ობიექტივის მერე დათრიგერდებოდა ფაითები. Herald-ს აიღებდა რომელიღაც ერთი გუნდი და არანორმალური უპირატესობით გაიტანდნენ მაგალითად მიც ახლა Herald-ი კი დანერხეს, მაგრამ მაინც დაახლოებით იგივე იქნება, შეიძლება უფრო ნაკლებად და შემდეგ არაცდიდან carry-ებს მოხოდოს, მაგრამ Jinx არავინ არ აცდიდა 3 და 4 აიტემის აღებას რომ დაექერა თამაში. უფრო early-ში წყდებოდა ყველაფერი, ვიდრე mid-დან late game-ში. ეხლა კითხვა რა, ეს იმის ბრალი არის რომ დონეები იყოს სხვადასხვა თიმებს შორის და ერთი თიმი ძალიან უგებდა მეორეს მაგის გამო თუ აი რატო ხდებოდა მეორე არც ერთხელ არ გვინახავს რომ თანაბარი ბრძოლა დიდხანს გაგრძელებული იყოს რა ან შეიძლება ეგეც ბუნებრივია მაგრამ მაინც რაში არის საქმე რა მაგაზე მაგ ჩემს და ნახე როგორი თემა არის Hollow-ს გარდა ვინც ვიყავით თიმები და ანუ მე მინდა რომ Hollow არის ვაფშე სხვა თემაში და Hollow-ს ძალიან კაი პლეიერები ყავს ისეთ პლეიერები ყავს ვინც იცის თავის ლეინზე მოცემულ მომენტში მერზე რა უნდა აკეთოს ანუ რა იცი მე არ მესმის ხალხის რომელიც 5Q-ში შედის და მიკროფონები ჩართული არ აქვს ანუ ინს არსვავენ ანუ ეგრე არ ხდება ანუ Hollow იცის რომ იგ დრეიგზე ჩვერო ფაიტი გასაგები ვინც შემოგაც ხვის ისი კოდება ანუ მივხვდი ბრო ნახე ხა აუცდით ცოტათი საპორტის იმას თემას საკმაოდ აუცდით მოდი დაუბრუნდეთ საპორტის თემას და შეგვიძლია ეგეთი განხილვა სუბოლოს გავაკეთოთ დავუბრუნდეთ საპორტის საკითხს ეს თაიერები გავიარეთ და გასაგები იყო ამ ყველაფრიდან გამომდინარე A-B-ს და C-თაიერებით შესაბამისად გასაგებია ხო არ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე და შეგვიძლია უკან დაუბრუნდეთ ხოლმე თაიერებს ნელ-ნელა რა. ეგეც საინტერესო არის, ბრო. რა გავაკეთოთ შემდეგი? ანუ რას ფიქრობ, შემდეგი რა გავაკეთოთ? გასაგებია, რომ ამათი აღება დღესდღეობით საკმაოდ კარგი არის, ანუ რაღაცა ბრაუმი, ნაუტილუსი, ორნი და ნამი, კი ბატონო, გეთანხმებით, ოკეი. რა გავაკეთოთ შემდეგი? ხო არ გადავიდეთ რამე კონკრეტულ მეჩაპებზე მაგალითად, რომ აი რამე რას ფიქრობ მაგაზე? Top combo-ები მაგალითად 1 2 3 top combo რო გითხრა. ხო, აბა. რავია, ვარუსი ნაუტილიუსი ერთ-ერთი broken pick-ი არის bot-lane-ზე. კიდევ რაშენ ნამი უშენი ძალიან ძლიერი არის. მიუხედავად იმისა, რომ ჯინი არც თუ ისე ძლიერი არის, ნამისთან ერთად ძალიან playable. კაი, მაშინ კითხა, ნელა მიყვათ. ეგ არის ჩემთვის პირადად ერთ-ერთი ბარო, როგორ ახართ მეგობრებო, ჩატში ბოდიშ ყურადღებას კარგად ვერ გაგცნობთ, მაგრამ ვკითხულობ და რელევანტური კითხვა ან რამე თუ დაიწერება, ეგრევე ვაჟღერებ ხოლმე. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საკითხი არის ზუსტად ეს რა და მე მაგითო ცოტა ეხლა ვიმანიპულირე ცოტა რომ აქამდე გადმოსულიყავით და მაგისთვის ბოდიში. მაგრამ ნახე, ჩემთვის და საკმაოდ ბევრისთვისაც საინტერესო არის რაღაც კომბოები რომლები არის ძლიერი, შეგვიძლია მაგით რამდენიმე კომბო ჩამოვთვალოთ და ვთქვათ რატო არიან ძლიერები, ოღონდ ნელა გავიაროთ. და მე რა ვთქვათ მეჩაპები, ანუ ეგეთ ყველაზე პრაქტიკული და საინტერესო საკითხი ერთ-ერთი არის მაინც ეგ რა, რაც არ უნდა იყოს ეგ. და ვთქვათ ერთი კომბო, მითხარი ერთი კომბო აქ ვიზუალურად ვაჩვენებ და მე დაგიცვამ რაღაც კითხვებს. შენ თუ გინდა ზოგადი overview ეს Wildrifts განხილვა არის. კაი, ერთი წამით მაშინ Nautilus-ი, ერთი წამით, ეს რატო ინგლისურად Nautilus-ი, Varus-ი. ოკეი. Nautilus-ი, Varus-ი, ჯერ ვილაპარაკოთ ამ ამ კომბოზე რა, კი ბატონო. რას გვეტყვი Nautilus Varus-ის კომბოზე, ზოგადად? პირველი რაც არის, ზოგადად, როდესაც მოდი იქიდან დავიწყებ, უკვე ულტები გაქვს რა, იმიტომ კი ბატონო, მეხუთე ლეველი. კი ბატონო, მეხუთე ლეველი. ნახე, სულოპი ორი ლეველი ავიღოთ, ხო? Varus-ი როგორ მოქნება? ზუსტად არ ვიცი, Varus-ი ბევრი არ მაგრამ აი ზოგადად გლეხურა გაგიწევ რა. ოკეი. Varus-ი როდესაც მეორე skills-ში ჩარტავს, ანუ აი 2 ლეველზე არის Varus-ი, 2 ლეველზე არის Nautilus-ი. ხო, ანუ აი რა გვაქვს ახლა, რა სკილები გვაქვს ახლა. Varus-ი სავარაუდოდ პირველი სკილი და მეორე სკილი. კი ბატონო.
ნაუტილიუსაც იგივე პირველი სკილი ჰუკი, მეორე სკილი შილდი. რა ხდება, ხო? ანუ ნაუტილიუსი მე სიტყვაზე რომ დავიჭირო კაცი, დააფუქო. მე როდესაც basics-ს ვურტყავ, ჰუკის დროს ხო ისტანება რაღაც დონეზე. basics-ს ვურტყავ ნაუტილიუსი, კიდევ ვსტანავ. მე მეორე შილდს, ანუ მეორე სკილს ვიდე და შილდი მედება. ანუ აქ რა რეალობა იქნება, რომ მე ანუ მე ყველა დემეიჯს რაც შეიძლება მინიონებისგან, enemy AD-ისგან ან support-ისგან შემოვიდეს ჩემ თავზე ვიღებ, მაგრამ ამას რომ ვაკეთებ, რას იშვება AD-კერი? ბარუსი ამ შემთხვევაში. ბარუსი როდესაც 2 ლეველზე არის, შეუძლია მეორე სკილს დააჭიროს, basic-ი დაარტყას სამჯერ არჩეულ თვალეს, რომელიც მე მყავს დასწანული და უკვე როდესაც 50% ეკრება HP-ს, პირველი სკილი რაღაც დონეზე გაწევოს და ესოლოს და დავაშოწდება. ანუ მოკლდება. ანუ ეს ამის როგორც ამის შესაძლებლობა აქვს ამ. ასე ნახე, ანუ კარგი სინერგია აქვს რეალურად, ხო? ანუ კარგი სინერგია აქვს და კაი, ერთი კითხვა მაშინ რა. მოდი ესე გავაკეთოთ რა. მოდი დავიწყოთ, ძალიან მარტივად გავაკეთოთ ეგ რა. მოდი დავიწყოთ ნაუტილუსი ვარუსი. თქვა დავიღეთ ნაუტილუსი ვარუსი რა. ვიძახით რომ კარგი კომბო არის. და მეორე მხარეს დღეს სტანდარტულად რაც ხდება ხოლმე, დღეს მე რანგში რასაც ვატყობ, აიღეს ლულუ, სტანდარტულად რასაც იღებენ ხოლმე, აიღეს ლულუ და AD carry-ზე ვის იღებენ ხოლმე ყველაზე ხშირად. როგორ? კაისა იყოს მაგალითად. კაისა, აიღეს ლუკასა. კი ბატონო, ერთ-ერთი ყველაზე კაისა ეს ეძება. კი ბატონო. აიღეს ლულუ კაისა. აი ესე ხა მოიცა? ოპა, გადავცვალთ. ანუ ჩვენ ავიღეთ ნაუტილუსი, ვარუსი, წავიღეთ ბრაუმი და ვარუსი. კი ბატონო, განვიხილავთ მაგასაც, მეგობრებო. ეხა ნახეთ რა. მივყვეთ ნენელა მეჩაპებით რა. ანუ იგი დავიწყეთ იმით, რომ ნაუტილუსი, ვარუსი ძლიერი არის. აიღო მოწინააღმდეგემა კაისა ლულუ. ზოგადად როგორ შეაფასებდი საერთოდ ამ მეჩაპს და მე რატო? ანუ ეგ არის საინტერესო რა, ჩემთვის ყველაზე მეტად, რომ აი როგორ პირდაპირ გეტყვი ლულუ კაისა mid game როგორ გითხრა რა, I think 7-ჯერ მოყავ ლეინზე რა. 7-ჯერ მოყავთ ლეინზე ლულუ კაისას რეალურად რა. თქვა ძალიან სეიფად განან, ჯანგლერი თამაში არ შემოყვან. ძალიან სეიფად განან, ფარმას მაინც ახერხებენ, მაგრამ არ კვდებიან. ეს შეცდომა არის ნაუტილუსი ვარუსის რომ ვერ კლავენ თუ ორივე მოთამაშე ჩელენჯერია, კარგად თამაშობს ორივე მხარე რა. რა უპირატესობა აქვს და რატო აქვს ეს უპირატესობა ნაუტილუს ვარუს რა. ეგ არის ყველაზე საინტერესო მან. მაშინ ჩვენ უკვე ვიქნებით რაც იცი, ჩანგლერი და მიდლენის ექნება. ნახე, ჩვენ თუ ჩელენჯერებზე ვსაუბრობთ და მე ჩელენჯერი აი ეს ტიპად ავიღოთ. მე მყავს მიდზე რენი და ჯანგში მყავს ფაზი პატლაზე. ხოლო ჩანგლერი და მიდლეინი. ანუ რენმა და პატლაზე იციან რომ მე რომ ვარუსი და ის ყავს ნაუტილიუსი, ანუ ისე კაისა და ლულუ უნდა მოვყვნენ, იმიტომ რომ კაისა და ლულუ late game-ში ისე დასკეილდება კაისა, რომ ანუ მე თავისუფლად შეიძლება მოიგოს. ანუ თუ ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ჩელენჯერებში ვარ, მაშინ ანუ ესე კონკრეტულად ლეინზე ანუ ვერ ვისაუბრებ რა, ლეინზე არის როგორ იქნება, ისე რომ სადღაც არასწორი ნაბიჯი გადადგმა და გადადგარი იქ დავიჭირებ. ეგრე არის. მაგრამ ჩელენჯერებში თუ ვსაუბრობ, ჩელენჯერებში იქ უკვე შეიძლება 4 კაცმა დავადაიღოთ კაისა ლულუ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ კაისა ლულუს mid game-ამდე ისე მივარო, ისინი ერთ-ერთ ანუ მე დიდი early advantage, ანუ რეალურად მივხვდი, early-ში advantage იმდენად დიდი აქვს ვარუსი ნაუტილუს, რომ და კაისა ლულუ იმდენად mid late game-ში იხოდებიან, რომ მარტივად ჩაგრავ რეალურად რა. ხარ ნაუტილუსის ხარჯზე, აი დასტა ქარმას დაგვიწერა ეხა, რომ early-ში პროსტა ნაუტილუსი რო დაიჭერს კაისას, შეუძლია მარტო მოკლასო რა, კაისა ვერ ერაო რეალურად და მაგ ყველაფრიდან გამომდინარე ნაუტილუსი ვარუსი early-ში ერევიან კაისა ლულუს. კაისა ლულუს არ აქვს საკმარისი არც დემეჯი, არც დეფენსი იმისთვის რომ მოერიონ და პირიქით იმათ ბევრად უფრო მეტი დემეჯი და დეფენსიც აქვს შეიძლება ნაუტილუსის ხარჯზე რომ მოუგონ early-ში ლეინი. ეხლა ეგეთი კითხვა, როგორ უნდა ეთამაშოს ნაუტილუსი ვარუსი კაისა ლულუს რომ მოიგოს? ანუ ერთი არის რომ უგებენ რა. ანუ ხშირად წერია ყველგან წერია რეალურად რა. ვარუსი ცუდი. აი რენმას დაგვიწერა რაღაცები, განიხილებოდეს, არ უნდა განიხილებოდეს. და ვარუსი ცუდი ეგრე უნდა განიხილებოდეს.
ოკეი. სკილზე არ უნდა განიხილებოდეს. კი ბატონო, სკილზე ჩემი ასაც არ უნდა განიხილებოდეს. კითხვა არის ეგეთი რა. ბევრგან წერია რომ ერთი მეჩაპი იგებს თუ მეორე მეჩაპი იგებს რა და მაგის ხარჯზე ბევრჯერ ამიღია მე რომ აი ეს უნდა ავიღო, ან მოდი ეს ავიღოთ, მოდი ის ავიღოთ რა, მაგრამ მე რა უნდა გავაკეთო, ხშირ შემთხვევაში არ ვიცი ხოლმე რა. ანუ ეს ამბობ რომ სიტყვაზე შეიძლება რომ რა დაულაიბროს მაგალითად ავიღოთ რომ ის ყავსაფია ვარუსი ნაუტილიუსი ყავს და იქ სადღაც საიტზე ან ვიღაც სტრიმერი ამბობს რომ აი ისა ლულუ მაგის კაუნტერია ხო მაგას გითხრობ და პირიქით ვთქვათ ამ სტრიმიდან ერთ-ერთი მაყურებელი ადგება ეხლა და ითქვის რომ ვა ნაუტიუსი ვარუსი ძალიან მაგარია თავის დუოსთან ერთად კაისა ლულუს ვიღაც თუ აიღებს უცებ ვთქვათ დაფიქავენ ნაუტილუს ვარუსს რა უნდა გააკეთო ნამათ იმისთვის რომ როცა აიღებენ ნაუტილუს ვარუს მოიგონ მეჩაპი რეალურად თუ advantage აქვს რა advantage აქვს კონკრეტულად და როგორ უნდა გამოიხარო ერიში ჩაგრავენ ერთი არის მაგრამ რამდენიმე ვარიანტი განვიხილოთ და ჩატში წერენ ახლა ზუსტად რა თუ devset განანო ერთი ვარიანტი იყო რომ გაუფრიზონო და ჯანგლერთან ერთად მოკლო მეორე ვარიანტი ეგეთი თქვეს რომ თუ devset განანა towers ქვეშ არიანო დააივონო რეალურად რა. ანუ ეგ არის მარტივად არის საქმე საბოლოო ჯამში, ხო? ანუ ხშირ შემთხვევაში მარტივად არის უფრო საქმე. ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია რა. ანუ იმდენად ძლიერი არის ელიში ნაუტილუს ვარუსი, ანუ უფრიზავ, ან უფუშავ, ადაივებ და კლავ. კი, ზუსტად. ანუ რეალურად ეხა მაშინ შენ ამბობ ეგეთ რაღაცას და ჩვენ ვამბობთ ეგეთ რაღაცას ჩაშიდაც რა რომ უნდა ფუშოს ხშირ შემთხვევაში თუ ჯანგლერის იმედი აქვს ალბათ ჯანგლერის გარეშე, მოდი ესე ვთქვი, ჯანგლერის გარეშე რამდენად შეუძლია დაფუშულზე ნაუტილუს ვარუს თუ ნორმალურად თამაშობს ორივე მხარე, არ გვინდა განსხვავება სკილებში, ანუ აუტპლეი რო არ ჩავთვალოთ, რამდენად აქვს ჩანსი რომ ტაუერის ქვეშ დაადაივონ და მოკლან ვარუს ნაუტილუს კაისა ლულუ, როცა ყველა მეხუთე ლეველზეა. მე წარმომიდგენი ეგეთი რაღაც, რომ როგორც კი დაივს გადაწყვეტენ ვერ მოკლავენ ვერავის ტაუერის ქვეშ რა თუ ჯანგლერი არ დაეხმარა 2-2-ზე ნაუტილუსმა რომც დაიჭიროს ტაუერის ქვეშ კაისა ვთქვათ ლულუ გაუტავს კაისა გაუტავს და მაგდენ ეგრე დიდხანს თითქოს ნაუტილუსი ვერ გაძლებს თუ რაში არის საქმე ანუ ეგ არის ალბათ მთავარი კითხვა რა სპელებსაც მნიშვნელობა აქვს კლენსი აქვს უეჭველი კაისას იმიტომ რომ ნაუტილუსის წინააღმდეგ რენგში თამაშობს ნახე რა ხდება როდესაც ბოტლეინზე მივდივარ, ბოტლეინზე ვხედავთ რომ ორი ბუჩქი არის, ერთი ჩვენთან ეს არის, მეორე ილოტთან ეს არის, ხო? აჰა. ორი ბუჩქი არის განყოფილი. ნახე, ისინი თუ ცდილობენ რომ სეიფად ითამაშონ, მე უეჭველი ნაუტილიუსი გები იმათ ბუჩქში და ყოველი კაისას მოსვლის დროს, ან ლულუს მოსვლის დროს იმის ცდილობა რომ ექნებათ რომ მაგათმა რაღაც ფარმი აიღონ, მე მეორეს დროს ჩავიდა, გავალ და დავაზოუნე. ანუ ისე რომ იმათმა შეიძლება XP აიღონ, მაგრამ ფარმი ვერ აიღონ და რაღაც მომენტში ეგ ანუ სისტემატურად როცა გრძელდება ეგ მომენტი რომ მე არ ვაძლევს საშუალებას რომ ისინი მოვიდნენ. ეგ არის რა. ძალიან კაი იყო. უეჭველი გოლს კარგავს. აი უეჭველი გოლს კარგავს. ძალიან კარგი იყო. ანუ ეხა ბევრად უფრო ნათლად ხედავ რეალს რა. ოკეი, გაფრიზა ნაუტილუს ვარუსმა. ნაუტილუსი როგორც კი კაისა გაბედავს რომ მივიდეს და აიღოს ფარმი ეგრევე ახტება ნაუტილუსი ბუჩქში ემალება რეალურად რომც არ ემალება აზოუნებს იმ დონეზე რომ კაისა საერთოდ ვერ მიძა ფარმს ვერ იღებს იდეალურ შემთხვევაში კაისა XP-ს იღებს მაგრამ გოლს მაინც ვერ იღებს და ერთი ან ორი რიკოლის შემდეგ იმდენად უკვე წინ ხარ რომ დადაივების დროს კლავ და უგებ რეალურად რა ანუ ეგ არის მუღამი ან მაგას აკეთებ რეალურად რა შედუნება კიდე ძალიან ცუდი რაღაცა არის რაც ადამიანებს გვაქვს რა აი ითიდან ცხრა კაისა როცა იცის რომ კლინსი აქვს უიჭველი მოვადა მაინც გარისყავს რა რომ ის ფარმი არ იყოს რა ის 65 გოლი ვაიღოს 10-დან კაისა მაინც მოვადა ეგ ერთი კაისა თუ მოვიდა ახლა მე ერთხელ წააგებ ხელს იმიტომ რომ ხო იცის და შემდგომ რაღაც ანუ ან შენ სულად გააკეთო ან რაღაცა ყოველდღე რა არის იცი რომ რამდენჯერაც კაისა მოვა ანუ სამჯერ ხუთს ერთხელ ხომ მაინც გავართავ თუ სამივეჯერ არა კი ბატონო ჩემი ასე ის ინკლინს უეჭველი გამოიყენებს აუ აბრასიზავს უეჭველი გამოიყენებს რომ თუ არ გამოიყენებს უეჭველი მინიმუმ 50% XP-ზე ჩამოვა მარტო მე სულ როიდიკერი არ მომეყვაროს ერთი კითხვა მაშინ შემდეგი კითხვა რა ესე იგი სულ ერთი წამი
კაი, ორ წამია შესვენებაზე გადის წეზარი, მანამდე შემდეგ კითხვა, რასაც ვამზადებ მეგობრებო, არის რომ აი კომენტარებს მიყვათ ეხლა რა, ორ წამია შესვენება არის რეალურად. სადა ნაუტილს იმდენი გამძლეობა, მაგალითად სამირა, დრეივენი, ჯინქს უწმო მაგრად. ერთი წამი. შო, დავუბრუნდი. სამი და დრეივენია ვიცი. ამ სუდი პიკები არის რა დრეივენს ერიგენში. კაი, ეხლა ხო, ჩატს გადავუაროთ რა. რომამებზეც ვალაპარაკოთ სულ ლენზე ხო არ დგას. კი, მაგრამ აი 1-2 კითხვა კიდე scale ADC-სთან. აბა კითხვები რა იყო? მოდი კითხვებს წავიკითხავ, რამდენიმე კითხვა შემოვიდა ამ მეჩაპზე. ესე იგი, კოსმიკი ამბობს, რომ სადაა ნაუტის იმდენი გამძლეობა, ერლიში ლულუს მასიური დემეჯს გაუძლოს. არ ვიცი ეს სერიოზული კითხვა იყო თუ არა სერიოზული, მაგრამ ეგრეა თუ არა, მე შენ რას ფიქრობ? ანუ ნაუტილუსი ეგრე კარგად ერლიში შეიძლება ვერ გატანკოსო ლულუსთანო და გატაკავსო ლულუსთანო, ეგ არის კითხვა მგონი, ხო? კოსმი, კაცო, ხალაო. ორგანა ლუქსის ნაუტილუსიდან შეიძლება 1-2-ზე ვცემო, ანუ კაი სადავიდო. გასაგებია. კაი, მაშინ შემდეგი კითხვა იყო ეგეთი. გასაგებიაო, რომ ამ ყველაფერს ვაკეთებთო, იქ უფრიზავთო, იქ უფუშავთო, იქ ვადაივებთო, იქ გოლჩი უგებთო, იქ XP-ში უგებთო რა. რას იტყვითო Roam-ზე და Vision-ზეო რა და 1-2 სიტყვით Roam-ი რო აგვიხსნა რა არის 1-2 სიტყვით პროსტა რო თქვა კარგი იქნებოდა. Vision-ი ყველამ ვიცით მე ჩემი ეს, მაგრამ Vision Control-საც თუ იტყვი თემატურად რას ნიშნავს, ვაფშე მაგარი იქნება რა, რისთვის არ საჭირო და რატო. ერთი შეხედვით მაინც რა. რას ფიქრობ? Roam-ი ძირითადად მაინც ვცდილობ კომედო, ანუ ამას ვამბობ თუ აი ტრიოში თამაშობ რა, ანუ ტრიოში კიდე სხვანაირად ხდება და ამის ლაპარაკი რო დავიწყო ის ფუტკის სათამაშო ძალიან შემოქმედელი იქნება და სავარაუდოდ სულთულობა ვისაუბრებ რა. მოცემულ მომენტში ესე მგონია რა. აი მაგალითად ტრიო რო ავიღოთ, ტრიოში ვთამაშობ. ხო და ვარ სიტყვაზე შესულები AD carry, support და jungle. ზოგადად ეგ იცოდეთ რომ ტრიოში თუ შედიხართ, ყველაზე კარგია და უფრო მეტი შანსი არის რომ მოიგოთ, როდესაც jungle-ი გქონდეს სამეკაც. აი Roam-ი შეიძლება გააკეთო როდის როდესაც შენ სიტყვაზე ყავს მისინი, ისი რომ early game-ში ძალიან ძლიერი არის მისინი და დიდ damage-ს აკეთებს და სიტყვაზე ყავს ნაუტილიუსი, ასევე ვარუსი. ანუ მე ნახე ნაუტილიუსის support-ის კუთხიდან რას ვხედავ, რომ მე ვხედავ რომ ნაუტილიუსს ვარუსს შეუძლია lane-ზე იდგეს, ისე რომ შოვიდან გაფარმოს, მინიონები აიღოს, XP აიღოს, ისე რომ თუ მამეთ დიდი damage არ აიღოს, შენ რაღაც damage აიღოს, მაგრამ მაინც მიუხედავად იმისა რომ enemy შეიძლება გაფრინოს ამას მილიონის მოკვა მაინც შეუძლია რა 4 მილიონიდან 2-ან 3-ის აღება მაინც შეუძლია. კაი, ერთ წამს შეგაწყვეტინებ და მინი შეჯამებებს გავაკეთებ გზადაგზა. მე როგორც გავიგებ რა. ესე იგი, მუღამი თქვათ Roam-ი არის ლეინიდან წასვლა და სადღაც ხეტიალი. ლეინზე ასვლა ჯანგლეთთან ციარული და ასე შემდეგ. მაგას ქვია Roam-ი, ხო? სანამ გავაგზავნებთ ეგეთი კითხვა. რა შემთხვევაში წყვეთ, გარდა იმისა, რომ თქვათ early game-ან ძლიერი ჯანგლერი ყავს, რომელთანაც ერთად შეგიძლია რაღაცები აკეთო. მაგასაც წაგედავბრალ. ჩემი კითხვა. ეგეთი კითხვა. როდის წყვეთ, რომ Roam-ზე წასვლის დრო არის? ანუ რატო წყვეთ, რომ Roam-ზე წასვლის დრო არის? გასაგებია ისიც, რომ ADC-ს გააჩნია, შენ ეხლა რაც თქვი, ანუ თუ არის ვარუსი შეუძლია Tower-ის ქვეშ დადგეს, დადეფოს, არ მოკვდეს და მინიონებით გაფარმოს, XP-ც აიღოს. ეგ არის ვარუსის მუღამი. მაგრამ რა დროს, რა არის ის სიტუაცია, როცა წყვეთ, რომ აი ხა წასვლის დრო არის. თქვათ რა. 1-2 მაგალითი მოიყვანე საკმარისია, მე განვაზოგადოთ. ნუ პირველი არის, როდესაც სიტყვაზე wave-ი გაფუშვილი გვაქვს, ან სიტყვაზე ჩვენსკენ არის კანონი. ნახე როგორ აი ჩვენ power-თან ჩვენ მილიონებს, იმათი მილიონები დაჭერილი ყავს, ისეთ რადიუსში, რომ სიტყვაზე tower-ი არ უყავს. და ანუ ჩვენ AD-ს შეუძლია დალასტიკება, მაგ დროს შენ შეიძლება ისი აი როგორ ვთქვათ, ავედით 3 level-ზე, მაგალითად რომ მოვიყვანოთ, ავედით 3 level-ზე. ლეინი ისეთ ავტოვეთ, რომ ხვდები რომ ანუ ახალი minion wave-ები რომ მოვა სიტყვაზე რა, აი ეს იმათი minionები იქნებიან ჩვენთან. ანუ მე როცა recall-ზე ვარ და ვხედავ რომ ჩემი jungle-ი აპირებს mid-lane-ის დაგანვას. მე შემიძლია მაგ დროს როცა 3 level-ი ვარ, პლუს flash-ი მაქვს, ignite მაქვს
მე შემიძლია ჩემ ჯანგლერს გავყვე რატო? იმიტომ რომ იქ ხედავ რომ ბოტლეინზე ყველაფერი ისე არის რომ ჩემი ეიდიკერი თუ არ გატროლავს რაღაც სისულელეს ყურიზავს, ანუ არაფერი პრობლემა არ შეიქრება, ანუ მინუსში არ გაიჩიტება ჩემი ეიდიკერი. ანუ საპორტის მოვალეობა ხო ეგ არის რომ ეიდიკერი საბოლოოდ mid game-მამდე და late game-ში ისე ყავდეს, ანუ damage-ის გაკეთების საშუალება მიწეს, რომ ანუ safe save-ზე შეუქმნას რა. ანუ როცა მე ვხედავ რომ მინიონები ესე არის მოწყობილი, ანუ მაშინ მე საჭიროდ ვთვლი რომ ოკეი, ანუ მე იქ პროსტა ვიდგე, იმიტომ რომ დაველოდო ახალი ვეივი როდის მოვა და პროსტა ესე 30 წამი ისე კურსორი ვატრიალო და ერთ ადგილას ვიტრიალო, მაგას მირჩევნია რომ აბა წამო შეიძლება მიდზე საერთოდ არაფერი არ გამომივიდეს. გასაგებია. ანუ რეალურად სიტუაციიდან გამომდინარე და ეს სიტუაციები ხშირად ხდება როცა ხვდები რომ ეხა უნდა მოვიცადო ცოტა ხანი ახალ ვეივს ველოდები, როცა ხვდები რომ კარგი ოპორტუნიტი არის ჯანგლერთან ერთად დავგანკო მიდი მაგასაც უყურებ, ან თუ ჯანგლერი შესული არის მოწინააღმდეგის ჯანგლში და საპორტი ჭირდება რაღაც მსგავსი, ან სხვა სიტუაციურად უყურებ ძირითადად რუკას და ხვდები თუ მოწინააღმდეგე მიდლეინერს ძალიან მოფუშული აქვს, ან რამე მსგავს სიტუაციაში ხვდები რომ თან დრო როცა მაქვს, მე თვითონ დრო მაქვს ეხა, ხო? ანუ როგორც ნაუტილუსი მაგალითად მე თვითონ შენ თვითონ უნდა მithქვე რა, ეხა მე შეიძლება რაღაც გითხრა რომ ესე და ესე ხდება, მაგრამ შენ შეიძლება 10 ხელი უცებ რანგში ისეთი ითამაშო, რომ ეგეთი მომენტი საერთოდ არ მოგეცოცხლები? და ანუ ვიღაცამ ჩაფრთხილოს რომ აი ეხა ის რომ მაგას ამბობდა, სულელი ხო არა რატო ამბობდა, მაგრამ ანუ მაგასაც ანუ როგორ არის საპორტს როამის საშუალება მიცე, ეგ არის დამოკიდებული იმაზე შენ ვეივი ლეინზე როგორ გაგაყენებული. ანუ შენ თუ ხედავ რომ ანუ ნახე როგორც მე ვამბობდი რომ ჩვენ ფაულთან არის დაფრიზული ხო. მე თუ ხედავ რომ ჩვენ ლეინი რიკოლზე რო გადავედი ისე გავთხოვეთ რომ ახალი ვეივი ვამოდის იმას თავერთან უწევს დგომა მინიონები და ჩემი ეიდიკერი უეჭველი ვალდებული არის რომ წინ მივიდეს და უეჭველი ვიცი რომ მივა იმიტომ რომ ну эти ჩაულებრივი ეიდიკერის ის არის რა ქვია რა უცნუ მე ვარო ფარმი story of my life კი bro სულ მაგას ვაკეთებ ხოლმე ერთი პერიოდი სულ მაგას ვაკეთებდი უფ ის დიდი მინიონი ამაღებინა ან ის პატარა მინიონი ამაღებინა და მეტი არაფერი არ მინდა სტანდარტული ფიქრები კი მაგას რო ხედავ მე რომ ანუ იქით არის გაფუშული რა ანუ მაშინ ძალიან მე რო სულ მიდლეინზე კილი ავიღო რა ანუ მაინც მირჩევნია რომ ჩემი ეიდიკერი ვინც ვიცი რომ თამაშობს და ანუ ვიცი რომ ჩემს იმას აქია შესაძლებლობებს რომ ჩავდები იქ და ყველაფერს დაუხაზავ ხუთიანზე ის მე დემეჯს გააკეთებს ანუ მე მაინც მირჩევნია რომ ეიდიკერი მყავდეს პრიორიტეტი ვიდრე სიტყვაზე მივიდე ფლეში დავხარჯო იგნაიტი დავხარჯო და მე ჩემი ეიდიკერთან ერთად ვიდგე იმისავი და ჩვარიმით ლეინზე რომ შვენია მივხვდი ეგეთი კითხვა მაშინ ეგეთი კითხვა ეგ გასაგები არის ანუ სიტუაციურად წყვეთ ეგეთი კითხვა რა ეგ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა იყო ბარემ ამ თემას მოვრჩებით და ძალიან საინტერესო კითხვები კიდე დაისვა ეგეთი კითხვა დაისვა რომ ჯანგლერი რო ჩამოვიდესო მაგ დროსო სანამ შენ წასული ხარო და დააივონო შენი ვარუსიო ტაუერის ქოშო რა შვებიო და კითხვა პასუხი იყო ეგეთი რომ მთელი მუღამი წასვლაში ის არის რომ მეფს უყურებ და მეტნაკლებად იცი ან ხვდები მოწინააღმდეგე ჯანგლერი არის და ეგ რო არ მოხდება ეგ არის მუღამი და ეთანხმები თუ ჩელენჯერებში ესე ხდება რა რო იცოდი ჩელენჯერებში ესე ხდება რომ ჩემი ჯანგლერი ვალდებულია იცოდეს დაახლოებით სად არის ენემი ჯანგლერი რა ზოგადად ესე ხდება ხო ანუ მე ხუთ ქიშან ტრიოში ვთამაშობ და ჯანგლერთან ერთად ვარ ჯანგლერმა ნება უნდა იბოძოს და ჩემთან ერთად რომის დაკეთება უნდა და მე ანუ მეუბნება რომ ოკეი ანუ ეს ვარ ხდება რომ ანუ მე დავაი როტაციაზე წავედი აი ესე მომივიდა არა ეგ რა ანუ შენ როტაციაზე მიდიხარ და ტრიოში ხუთ ქიში თამაშობ ანუ ვინ შენთან ერთად არის იმასთან ერთად ამიერად რაღაც 5 წამში 20 წამში ან როცა რიკოლზე გადადიხარ იქვე იწყებ იმის საუბარს რომ აბა სიტყვაზე მოდი ისაკრე რენ ავიდეთ მიდლეინზე რამე გამოგვივა და უცებ რენმა თუ მითხარი და ბიჭო არ ვიცი ჯანგლერი სადა შეიძლება იდიკერი დაადაივო კომუნიკაცია მეგობრებო გასაგებია yes ყველაფერი გასაგები არის bro შვენიერი კიდე რაღაცა დამატე yes როდესაც ლეიზერ გახარ საპორტ რა ყოველთვის უნდა აკონტროლოთ თქვენი ჯანგლერი სად არის თქვენი ჯანგლერი თუ ტოპ ლეინისკენ არის მიუხედავად იმისა თქვენ რაც არ უნდა ძლიერი იყოთ მაინც ყოველთვის ტიმში გქონდეთ ის რომ
აი შეიძლება ჯანგლერი დაგვადგეს რა შეიძლება ვიღაც დაგვადგეს ანუ აი სულ სეიფად ითამაშოთ და როცა იცით რომ თქვენი ჯანგლერი ტოპზე არის მაგრამ როდესაც თქვენი ჯანგლერი თქვენ საიზე არის ბოტეიზე ტიპოზე რეც იღებს ახლოს არის თქვენთან ხო? ხო მე იცის რომ რედიდან ქვებზე უნდა მოვიდეს და ქვებზე რომ მოდის უკვე ჩვენ ვიცით რომ იქ რაღაც ორლინი რომ დავიწყო და სულ რომ იმათი ჯანგლერი იყოს ანუ შეიძლება მე მოვუკე ამ ორლინის გაკეთების დროს მაგრამ ჩემმა ეიდიკერმა და ჯანგლერმა სამივე კაცი მოკლა და საბოლოოდ დაკრეიდეს ესე რომ სამი იმათგან მოკლა ერთი ჩემგან და სამი იქიდან ვინ მოკლა ეიდიკერი და ჯანგლერი რომელსაც ასე თუ ისე ერლიში და მიდგეიმში თამაში მიყავს ჯანგლერს მეიდგეიმში ეიდიკერმა უნდა უკას დემეიჯი ანუ სამი ოკემა პლუს თავისი საქმე ანუ ეს რაც ნიშნავს ანუ სიკილი რატო არის ცუდი იმიტომ კი არა რომ ენემი იხოდება იმიტომ არის ცუდი რომ შენ მაზავ ხარ შენ ვეღარ იღებ ფარს და ოკეი შეიძლება აიღოს 200 გოლი დაგასწროს მაგრამ არაფერი ბევრი ეგ 200 გოლი 500-ად გადაიფრება მე 500 ეგეთი კითხვა ნახე ესეთი კითხვა რომზე როცა ვთქვათ გახართ ნაუტილუსი მაგრამ მოწინააღმდეგე მხარეს ეხა არ დგას ისა რა ქვია კაისა ლულუ დგას ორნი საპორტზე და იყო ძალიან საინტერესო კითხვა რა ორნთან ეიდიკერი ვინ არის ლუშენი იყო მაშინ მახსოვს კარგად გადაგვიარეს თავზე ვთქვათ ორნი ლუშენი არის მოწინააღმდეგე მხარეს და კითხვა იყო შემდეგი მაშინ როგორ იყო კითხვა გავახსენეთ ერთი წამი რომზე წასვლაზე იყო რა და ზუსტად ეხა წავიკითხავ კითხვას რა ძალიან საინტერესო კითხვა დაგვისვა ეს ნაუტილუსი ერთი რაც ენემის რომ ნაუტი ყავს საბორტზე და მე ვარ ორნი უნდა წავიდე ორნით რა იქით ეს რო ტანკია და აქეთ ეს ტანკია რომზე უნდა წახვიდე თუ არა და დატოვო ეიდისი რა ხო ორივე ხო ანუ რეალურად თქვათ ნაუტილუსი მიდიხარ რომზე როცა ორნი ყავს მოწინააღმდეგეს საპორტად და ტოვებ მაინც ვარუს. ნახე როგორი თემა არის. ანუ ეგ არის ძალიან სიტუაციური მომენტი არის და მე შეიძლება ვაფშე დავტოვო ერთი კაცი, ვიცოდე რომ ჯანგლერი იქ მივა და მოკლავს, მაგრამ მე ვიცოდე რომ ჩემი როტაცი, ანუ რასაც მე ვიზამ ჯანგლერთან და მიდლეინერთან და ტოპლეინერთან, უფრო მეტ გოლს გამოვიმუშავებ და უფრო პროდუქტიული იქნება. ეგ არის ანუ ძალიან ინდივიდუალური რა. ეხლა რომ აი რა მაგალითი მოვიყვანო, არ ვიცი როგორ ვეხარ. იმათ ავტო ორნი და სიტუაცია კრისტანა და მე მყავს ვარუსი და ნაუტილუსი. ანუ ისეთი სიტუაცია არის რომ ისინი აგრესიულად თამაშობენ თავიდანვე, მაშინ ანუ მე უკვე თავიდანვე ვიაზრებ რომ აქ დიდი რისკია რომ ეს მოგდეს. მაგრამ ნახე რა არის ყველაზე თელი მომენტი ეს AD-კერი შენი თუ მოგდა არ უნდა მოგდეს ისე რომ შენ რაღაც პლუსი არ გააკეთო. გავიგე. შენ რაღაც უნდა არის. შემდეგი კითხვა. შემდეგი კითხვა ბასილევს. კაი, მე თუ ვარ დავუშვათ ან ორნი ან რავი ნაუტილუსი რომელიც და დავინახე რომ საპორტი წავიდა რომზე. მეც უნდა წავიდე უეჭველი? თუ რას ფიქრობ მაგ დროს, რა არჩევანი გაქვს, ხო? ერთი თემა არის რომ სიტყვაზე კრაბზე თუ მიდის თამაში, რაც რივერზის ხდება. ყველაზე common რაღაცა, კი ბატონო, კრაბზე ერლიში თამაში მიდის, yes. ზოგადად აი ნახე ესე დავიწყოთ. კაროჩე ძირითადად ეხა ჯანგლერები ესე იწყებენ ფანს, რომ ანუ ძირითადი ნაწილი მაინც კლიარს აკეთებს იმისაკე ჯანგლის და მე მოდის სიტყვაზე საიდანაც დაიწყო მაგის მოპირდაპირე რივერზე კრაბის ასაღებად. თუ ისე არის რომ სიტყვაზე ჩემმა ჯანგლერმა ბლუფიდან დაიწყო და მოვიდა ჩემკენ, ანუ მე ისე უნდა მე და ჩემმა ედიკერმა ისე უნდა ვქნათ, რომ ანუ ჩვენ უეჭველი გაფუშვილი უნდა გქონდეს რეიზზე, რომ პირველები ვიყოთ კრაბზე. აჰა, ეგ გასაგები არის, ეგ გასაგები არის. თუ სიტყვაზე ორნი პროსტატა ასაი გადაწყვიტა რომ წავედი და როლზე. ანუ ხა მე ხო იქ უნდა გავაანალიზო ესე, რომზე რომ მიდის იქ ისი საშუალება. ანუ ორნი თუ ეხა 5 ლეველი არის, რომ ხვდები რომ სიტყვაზე ეკაი ხოლო უთამაშო და მაგ იმას დასტაკანას ორნი ყავდა პარტლაზე ეკარი იყო და რენს ნუ რავი რა უნდა ყოლო და მაინც ვიქილს იღებდა რა და ალბათ სიტყვაზე სინგრა ანუ ეგენი რომ იქ რომზე შედიოდნენ ანუ ორნის ულს ეკარის ულს და სინგრას ულს მე სულ რომზე ავიდე ვერაფერს ვერ უშველი იმდაიგეს ანუ ეგ გასაგები ანუ იქ გააჩინე ანუ შენ უცებ უნდა წარმოიდგინო რა ხდება ანუ შენ თუ ხვდები რომ მიდლეინზე არის ორნი 5 ლეველი გადატენილი რომელსაც შეუძლია თავისი რივერიდან გაუშვას ულტი და პროსტანო ბოლო მომენტში გამოაჩინოს ულტი და უცებ იქიდან ეკარი მიშევდეს ანუ მე იქ ზემოთ ვარ
8-ზე. ანუ ეს 8 ჩემი მხრიდან იქნება მინუსი. მაგრამ ის მინუსი არ არის რომ აი სიტყვაზე ანუ ეგ ჩემი დანაშაული არ არის ის რომ 2 იქ ავიდა არ არის ხო არ არის მე მგონი ანუ სულ უნდა ეცადო როგორც ხვდები ახლა შეიძლება და სულ უნდა ეცადო რაღაც სარგებელი გააკეთო ტყუილად არ უნდა იყოს რაღაცას ყოველთვის უნდა აკეთებდე და ყოველთვის გაქვს რაღაცა ობიექტივი რეალურად რა ან აგრესიულად ეთამაშე ბოტლენზე თუ ვერ მიყვები ონს რაღაცის გამო შეიძლება ძალიან ადრე წავიდა და დაგაგვია და უი 2 წასულა და ეხა მოდი დავადაიგოთ მაგას აკეთებ ხო და თუ თანახი კოკა როგორც თემარი ანუ სიტყვაზე მომents რა ისი ან აი ეხა ისაც გავიარე ხო ეს მიდლეინერის მოკლის მომენტი რა იქ მე სურო პირველი ვიდგე და იმათ საფორს დავასწრო ანუ თვითონ მაგ ჩემპიონს აი ჰეკარინს და ორს ისეთი სინერგია და ისე შეუძლიათ ანუ ტიპი არც გამოძრავ და ისე მოყავ ანუ მე რა უნდა გავაკეთო მაქსიმუმად შეიძლება ჰეკარინს უტი დავადო ნაუტილიუსით და იმან რა ვიცი გაფლეშოს ან ყველაზე ტაივანიებში მოვკეს ეგეც აი როგორც თემაში გაჩვენა შეთამაშება ეხლა ნოკაუტი დაიმოდები არა იმათ ამუსაულებს საპორტზე და იმით მოვუგე გალასპოგეთ რა კაი მივხვდი ოკეი კაი მოდი ესე გავაკეთოთ რა ძირითადი ბევრი კონცეპტები გავიარეთ ეხლა რა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ცოტა სწრაფად რაღაცების ფეისი რო ავკრიბოთ რეალურად რა სტრიმზე ეხლა რას გულისხმობ ვილაპარაკეთ რომზე ვილაპარაკეთ რაღაც დადაივებაზე ვილაპარაკეთ გაფრიზვაზე და ესე აგრესიულად თამაშზე რა მეჩაპებიზეც 1-2 სიტყვა ვთქვით ან ბევრი კონცეპტები უკვე დავაგროვეთ ხო არ გავაკეთოთ ისე რომ ეხა ამ კონცეპტებიდან გამომდინარე ხო შეგვიძლია უკვე სწრაფად და მარტივად რაღაცები შევაფასოთ ხოლმე ვთქვათ ვიღაც მეჩაპი ავიღოთ ბოტლეინის აქეთ და იქით და ამ კონცეპტებიდან გამომდინარე ვთქვათ რომ გაუფრიზავ თუ არა და დაადაივებ თუ არა და დააროუმებ რეალურად რა შეგვიძლია სწრაფად და მარტივად ეგ შეფასებები ვაკეთოთ რა შესაძლებელი არის კი რატომაც არა ეგ შეგვიძლია ვაკეთოთ ან რამე სხვა შემოთავაზება ხო არ გაქვს შენ ერთი ვარიანტი ეგ არის ვიჟენზე არის კიდე სერიოზული მოთხოვნა და სანამ მაგაზე გადავალთ ვიჟენზე ხო არ გვეტყოდი 1-2 სიტყვას ზოგადადაც და რამე კონკრეტულ სიტუაციებშიც ან მე tips and tricks კარგი იქნებოდა კიდე რა ვიჟენი არის ძირითადად აი მე როგორ ვაკეთებ ხოლმე რა პირველ ლეველზე ყოველთვის ვიღებ pin cards და ამ pin cards ძირითადად ვდებ ჩემი ბუჩქის აი ყველაზე უკიდურეს ნაწილში რომ ანუ ეგეც რა შემთხვევაში თუ დავამუღამე რომ იმათმა ვარდი ჩადეს ამ ბუჩქში ყოველთვის მინდა რომ ანუ ის ამოვიღო მინდა რომ იმ ბუჩქში ვიდგები იმათ იცოდინება რომ მე იქ ვარ მაგრამ ზუსტად არ იცოდინება მე რა რეინჯში ვარ ანუ ჩემი პირველი სკილი მოხდება არ მოხდება მე რომ გადაუფლეშო იქ ანუ ჩემი სტანის რეინჯში შენ ანუ ეგ ანუ არიცია და ეგეც ერთგვარი რაღაცნაირად პლუსი არის პრეშერი არის კი პრეშერი არის არიცია სათხარ და იციან იქ ხარ მაგრამ აი რასიზამ არიციან და საშინელება არის პლუს აი რა არის იცი უკვე სიტყვაზე თუ ისე მოხდა რომ დავამუღამე რომ ეს ბოტლენი გარზე წვარივით არის ენემი მე უკვე ზოგმომეში ან მესზე ვწმიდა ანუ სული წითელი სწორად პაუზი რომ მიგრალებს და ენემი ვიჟესკედავ ან ჩვეულებრივ ვარდებს ვიყობ და ძირითადად ვანაწილებ ისევ აი საიდან შეიძლება ენემი ჯანგლერი მოვიდეს ერთი არის რომ ლეინიდან შემოვიდეს და მაგის ახლა ზართული არის და ზოგადად მაგას ძალიან ცოტა პლეიერი აკეთებს იმიტომ რომ მაგას ოში ცოდნა უნდა რომ მათიდან შეხვიდე როდი შეხვიდე რაღაც ანუ ეგოი ჯანგლერზე არის დამოკიდებული და ზოგი ისეთი რაღაცა არის შენ რაც უნდა ვარდი ჩა რაც უნდა გადახდე არ მოკლეში და უტი გააკეთო ანუ ფიზიკურად ვერაცდები სიფტილს და რაღაცის მინუსში გახავს ეგეც ხდება მაგრამ ძირითადად შეგიძლია რომ ბლუბოფთან როცა შედიხარ ბლუბოფის კედელი რო არის ეს გადადო ბლუბოფის კედელთან ხო ერთად მოვნიშნავ მე მგონი აი აქ გულისხმობ ხო აი აქ ბლუბაფის კედლიდან ეს რა ფერი არის ბლუბაფის კედლიდან აი აქ გადადო ბლუბაფთან სადღაც აი აქ ჩადო ვარდი რა ჩანს წესის სტრიმზე ჩანს ხო მეგობრებო სტრიმზე აი ეგ არის ძალიან კარგი ვარდი რატომ ანუ მიუხედავად იმისა რომ შენ იცი ჯანგლერი სად არის შენმა კლიანტმა თიმა იცის ნუ კაი პრობლემი კიდე ცალკე თამაშია გვაჟი განდაგანა არის სულ რა დიდი ვუთრი და რაღაცა ანუ შენ
საპორტმა AD-კერმა, mid-laner-მა და jungler-მა იცით რომ enemy jungler-ი არის blue side-ზე თავის blues ან ისე gromps რაც ქვია ფახატს იღებს. კი ბატონო, ხო. არა, აქანა. სიტყვაზე ის თუ იქ არის და დავამბუგავეთ რომ ბაღაც ხო ჩემი jungler-ი არის თავის chicken-ებზე mid-lane-თან და ხედავთ რომ ანუ enemy mid-laner-ი ცოტა ისე იქცევა და ძალიან ფუშობს და ტროლავს რა. ანუ ჩემ jungler-ს უკვე შეუძლია რომ ისეთი play გააკეთოს რომ enemy mid-laner-ი მოკლას wave გაფრიზული დაუტოვოს თავის mid-lane-ს mid-ზე და ამასობაში enemy jungler-ი მინუსში გავიდეს ანუ მინუსში გავიდეს როგორ რა ანუ პროდუქტიულად რა ანუ ამ jungler-მა რაღაც გააკეთა იმ jungler-მა ვერაფერი ვერ გააკეთა მივხვდი ნახე ეს ვიცით საიდან რომ იქ ერთი ვარდი ჩადა ანუ რეალურად შენ ამბობ რომ early-ში ვარდები ერთი ვარიანტი თქვი რომ blues-ზე გადადოს ერთი ვარდი ალბათ აქ pink ward-ი არა იმიტომ რომ pink ward-ი ხრება მაგრამ თუ pink ward-იც ხო შეიძლება იმიტომ რომ pink ward-ს აქ თუ ჩადე მე იმას pink ward-ი თუ არა აქ და ყვითელი ვარდი აქ ჩადებული მოდი ეს ყვითელი ვარდი ესე ყვითლად გამოსახოთ აქ გამოჩდება რომ იქ ვიჟენი აქვს და თუ არ გამოჩდება ესე იგი ვიჟენი არა აქვს და invader შესაძლებელია მაგალითად რა ეგეც საინტერესოა მაგრამ ეგეთი კითხვა რა რამდენიმე ვარდის სპოტი გითხარი სადაც ეს მარტივი იქნება ძალიან რა blues-ზე ჩავდოთ ეგ მაგარი არის ერთი blues-ზე ჩადება კედლიდან მეორე კიდე სად შეიძლება ერთი კითხვა ნახე ამას გეკუთ ეხლა არა მხოლოდ საპორტიდან ეს არის ჩემი შეხედულებით ყველაზე კარგი სამი ვარდი სად შეიძლება დაიდოს ერთი ხო აი ეგ top 3 ვარდი კი ბატონო გამოვშვი და სტრიმსაც შეხედეთ თუ სწორად დავსვამ მე ანუ ეგ გეკუთ და მე შევხედავ იმიტომ რომ შევდივარ მე მიჭედავს კაი ერთი არის გლუბალზე სადაც ვისაუბრეთ ნუ მაგ ძირითადად პირველ ლეველზე ხა თუ enemy-ში კაი პლეიერი ყავს მაგ ესე არავინ არ შეგავყარდა შენ და არა მოდი ძმა დადე და რაღაც ანუ ნუ მე ყოველ შემთხვევაში არ შემოვშვები და პირველი ვარდი მანდ მეორე ვარდი ეს mid-lane-ების ვარდი არის enemy-ის chicken-ები სადაც არის მანდ რომ სიტყვაზე არიცი ხო საიდან დაიწყო საპორტით დებ მაგას საპორტის პერსპექტივას გულისხმობ რო საპორტით დებ მანდ ნახე არა საპორტი არა მაგრამ ზოგადად ეხა მარტო საპორტები ხო არ არის ანუ ისევ ამბობ რა საპორტი მე ვერსად ვერსადებს რაღაც გარკვეულ დრომდე ხვდები კი ანუ თუ რაღაც როამი არ გააკეთა რა და ზოგადად ეხა ხალხმაც რო იცოდეს რომ ანუ რა არის და უკეთესი ერთი არის რომ mid-laner-მა ჩადოს chicken-ები და ის პავები თუ რა არიან ხო რა კატები რო არის მან ჩადოს იმიტომ რომ თუ red buff-დან იწყებს enemy და მან chicken-ებზე მივიდა, ანუ ჩვენ ვიცით რომ ის chicken-ებზე არის და ანუ რაღაც დრო დაჭირდება რაღაც კი ბატონო. რაღაც 20 წამი და მე რასაც ვაკეთებ პირადად top lane-დან არის რომ ატარა ბუჩკი სადაც აქვს top lane-ს, ან იფუდებ, ან თუ ისე მოხდა და გამიმართლა რომ enemy top lane-ი პირდაპირ lane-ზე შევიდა და სადაც თავის ბუჩში ჩადგა და იმ ბუჩში არ არის, მაშინ ვცდილობ რომ იქ ქვები სადაც არის იქ ჩავდო ვარდი რა. ქვებთან და პირდაპირ ვარდს ხო? თუ ქვების ბუჩქთან. არა, ან ნახე, როგორ იქნება, თუ სიტყვაზე შევედი მაგ ბუჩში, აი გაუშვათ, ეხლა ჩემი გუნდელი იყო მობი, ნაუტილიუსი თამაშობდა ტოპზე. ხო. თავს ნაუტილიუსი. მე ნაუტილიუსით ალბათ ყველა ტოპ ლეინერს უცებ არის, შეიძლება უცებ არის, აი ტოპ ლეინერს. კაი. ძირითადად ყველა უცებ. ანუ მეორე სკილს დავიდე, მე თავისუფლად შევიდე. გასაგებია. შევიდე და ქვებთან დავუდო ვარდი. და ვიცოდე enemy jungler-ი სად არის. მაგრამ იცოდეთ რომ რაღაც კატეგორია არის jungler-ების, რომელიც უეჭველი red buff-ის საიდიდან იწყებს იმას რა გაფარვას და პირველი თემა არის რომ გოლემებს იღებ, ქვებს იღებ და მერე იწყე გადადიხარ blue side-ისკენ. ანუ რეალურად თუ ვიცი რომ ლისინი არის, ვიცი რომ ლისინი იქ ჩააგრებს და ანუ შეიძლება ვარდი ვაფშე არ ჩავ. მაგრამ კიდე ნახე, კიდე იქ მეორე თემა არის რომ ლისინი ისეთი ჩემპიონი არის, შეიძლება ორ ლეველზე მოვიდეს და დაგადაი. კი, ნახე, ეგ მაგ საკითხებზე ძალიან რთული იქნება ეხლა მსჯელობა და ისევ საპორტს რო დაუბრუნდეთ, რაც ჯერჯერობით საპორტის პერსპექტივიდან რაც შენ თქვი, არის ბლუზე ჩადება ვარდის. მეორე შენ თქვი რომ ლეინზე ბუჩქში ვდეფო ჩვენს მხარესო ხო? ანუ შენს მხარეს თქვა. მაგასაც თუ დავინახე, ხო შევდივარ ბუჩქში, დავინახე რომ იმას მიდევენ რომ ვარ ჩამიდებენ, უეჭველი ჩავდებ და ავიღებ მაგას რა, პლუს 30 გოლდი, პლუს რაღაც აი. შვენიერი. ანუ როცა ვიცით მაგალითად რომ ვარდი ჩადეს დიდი ალბათობით, ვდებთ ვარდს. ისევ აქ.
ეგ არის ჩვეულებრივად ჩვენს ლეინზე ჩვენივე ჩვენ მხარეს რო ბუჩქია იქ რომ ავიღოთ რეალურად. ვარდის ის დამაუხდა კიდე რა ხდება იცი რომ როცა იცი რომ სიტყვაზე შენი ჯანგლერი ანუ ბლუ და იწყებს ფანს რა შენ შეგიძლია მიუხედავად იმისა რომ თვითონ ჯანგლერები დებენ მათ ეს შენ შეგიძლია რომ red buff-ის წინ ბუჩქი რაც არის მაგ ბუჩქში დადგე და როგორც გითხარით რომ mid-laner-ი ჩიქნეზე რომ შემოვა ვარდის ჩასადება ფინკორდი შენ ბუჩქში ჩადო ის ვიჟენი აიღო 30 გოლდი შეიძლება ვიღაცის არაფერი არ არის და პატარა იწვით ეგ ვიჟენი აიღო მაგრამ ენემის არ ეწოდინება შენი ჯანგლერი სად არის და ეგ არის ყველაზე დიდი პლუსი როცა ენემი არ იცის ჯანგლერი სად არის ხო იმიტომ რომ გინდა თუ არა early game-ში ჯანგლერი წყვიტავს თამაშის მინდორობას როგორ რანაირად და რატო ხდება სტრიმის ვერ გასწავლები და ერთი კითხვა აქ ანუ კიდე დარჩა ორი ბუჩქი რომელზეც არ გვილაპარაკია რა ერთი არის შენს მხარეს რო შენს მხარეს დინარზე ბუჩქში ან მოწინააღმდეგის მხარეს დინარზე ბუჩქში ანუ დინარზე რო ერთი ცალი ბუჩქია კედელზე რო არის მიწებებული ეს ბუჩქი აი მანდ არ დებ ხოლმე ვართ აი ზემოდან რო შეგიძლია გადაანათო აი მაგ ბუჩქზე აი როგორ ხდება ხოლმე რა ხშირად არის რომ დავდებთ ვართ გადმოანათებს აიღებს მე დავამუღამეთ ეგეთი რაღაც რომ ჩადიხარ ვითომ ვარდი დადე მე ის ჩავა გადაანათებს და მე დებ ვართ რაღაც ეგეთ სასწაულებს შევით ხოლმე მაგრამ ეს უსოდინარი ხალხი და მაგ ვარდზე რა სიტყვი ნახე მაგრამ რატო ანუ მან რო ვარდე ხო აი შეთვითონას რისკის შესახებ რომ რისკი არის იმის რომ გადმოანათო და პროსტა ეგ ვარდი რაღაც 60 წამი რამდენიც არის ვაფშე აღარ გქონდეს და დაკარგო ანუ მაგიტოს კი რომ სადაც მან ვიდიხარ მაგას ჯობია ის რომ blue buff-თან მიხვიდე და ცოტა გარისო მაგრამ შეიძლება ცოტა არც გარისო იმ კედლის იქაც არა ანუ კედლებს შორის გზაზე ჩადო ეგეც შესაძლებელია და ანუ ის ვარდიც ახლა თუ იმენა მაგეთ არის არ გაანათეს იქიდება და რაღაც დროის 60 წამის განმავლობაში ვიჟენი გექნება ანუ ჩემთვის აი მან ვარდის ჩადგმა მინუსი არის რა ანუ მან დებენ აი просто რომ ვარდი აფიციალ და აბა სადავდა და ჩავდე რა თორე ანუ რა უნდა ქნას ხა აი მან ვარდი გიდევს აი მაგ სამაწამ არ ამგონია ვიდა რამე შეგიცვალო საპირადად ჩემი აზრია და როცა ის ბუსკენდებს რაღაც კონჩი ცოტა უფრო დიდი შანსი არის რომ დაინახო ენები ჯანგლერი ანუ მან ეხა მიდლეინერის და ჯანგლერის გარდა არავინ არ მოვა მიდლეინერმა შენ სის ანუ სისი თუ არ გიყო წამოვიდა და ანუ არ ჩანს ჩემი მიდლეინერი და რაღაც ანუ შენ მაინც აგრესიულად თამაშობ რა ისევ შენ უნდა უყო გრამზე ვიჟენთან და ანუ ძალიან ისა ინდივიდუალური არის მაგრამ მე მაინც პრიორიტეტად მიშენია რომ ლუბაფისკენ ჩანო ვარდი ვიდრე მაგ კი ბატონო კაი ვიჟენს ვილაპარაკეთ რომზეც ვილაპარაკეთ დადაივებაც ვახსენეთ გაფრიჯვას ვახსენეთ ერთი პუნქტი მაქვს ოკა მაინც სოლო პლეიერ საპორტების რო სიტუაცია არ დაგვეჩაგრონ და მაინც ანუ მეგობრებო რა თუ ხდებით რომ სოლოზე ვარ საპორტით და ნაუტილიუსი ვარ ხო დაუშვ თუ ხდებით რომ ანუ ეს ჩვენი ედიტერი იმენა კინზია რა ანუ ვაფშე აზრი ხოჩას ეგეთი კითხვა იყო რომ რავშვებით თუ ედიტერი არაფრად არ ვარგა კი ბატონო შვენიერი პოინტი არის ნახე ისეთი მომენტი არის რომ მარტო ედიტერი კი არა არც შენი თიმი და არც ენები თიმი არ ვარდა რა ვაფშე და აი მარტო იმენა ასწავში მაშინ ანუ ეს კი ხდები რა შეიძლება გააკეთო მაგრამ თუ სიტყვაზე გაგიმართლა და ერთი ან ორი პლეიერი ან მინიმუმ ერთი გავუშვოთ ჯანგლერი ყავს კაი პლეიერი კინცი კაი აიკიდეთ პირდაპირ გეუბნები ედიტერი დაიკიდეთ და შეეცადეთ რომ მიდლეინერთან ან ჯანგლერთან ერთად აკეთოთ რამე უფრო პრიორიტეტული უფრო პრიორიტეტული რაღაც დავისაუბრები ორი ანუ რეალურად როგორც ხდები მე როგორც AD carry თუ ცუდად თამაშობ საპორტს აბსოლუტურად აქვს უფლება რომ ადგეს წავიდეს დამიკიდოს თუ კინძურად თამაშობ და შეუძლია რომ იაროს მიდლეინერთან ან ჯანგლერთან ერთად რეალურად რა ძირითადად ტოპლეინერთან არ ვიცი მაგრამ შეიძლება ტოპლეინერთან ერთადაც ხო ანუ ეგ ბასილევს ესმის ეს ყველაფერი და ძალიან დიდი პრეშერი არის უკვე ეს ჩემზე რა რამოდენიმე სეზონის წინ ესეთი აიყო რომ ანუ ტურნირებს მომგო ტურნირებზე ძირითადად და ნუ ეს ხუთკიში ჩვენ თუ ვაკეთებდით თორე სხვისგან მე არ მინახავს რა ესეთ რაღაც ხდებოდა რომ ტოპლეინერთან ერთად იწყებდი საპორტი
და ანუ ენემი ტოპლეიერს ისე აზოუნებდი, რომ ვაფშე არც XP აიღო და არც ფარმი აიღო. ანუ ეგეც ხდებოდა. მაგის მერე მეტა წარმოვიდა, რომ ჯანგლებთან ერთად უფრო დიდ დროს ატარებდი, ვიდრე საპორტთან ერთად. ამიტომ ანუ ძალიან ისეთი არის, ანუ შენ თუ ხედავ რომ შენი ტოპლეიერ გარიუს იმენა ცხოველი არის. ანუ აი შეიძლება თავიდან არ დაუდგე, მაგრამ რო გადაყავ რიფოზე, წადი იმაზე რა ქვია ტოპლეიერზე. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სოლოზეც მოკლას. წადი და ისეთები რომ უცებ იქნება და ჯანგლერი დაადგეს და თქვენს აქედან ორი გაიჭიროს. და იმ გარიუს ორივე მოყვა. პლუს პაუერი გაიგოს და რავი რა ბევრი რაღაც. Live goal შეგვისვოდა ამასობაში. კაი, გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, მე მგონი. მე ძალიან მინდოდა რომ რაღაცა groundwork-ი გაგვეკეთებინა იმისთვის რომ მარტივად გვეხსენებინა roam vision-ი და მსგავსი რაღაც ისე რომ ახსნა არ დაგჭირვებოდა რა და მე ნაკლებად მოვილიათ რაღაცები. ერთადერთი ახლა ბასილევს გწა კიდე ერთი კითხვა და ძალიან დიდ ხომ აქვს მეჩაპებზე გადავიდეთ და რაღაცები მიმოვიხილოთ. უცებ ვიკითხავ. რო ხო. ანუ ეხლა ჩვენ ხო ძირითადად დუოში ვთამაშობთ რა მაგალითად ან მე და შენ ვართ და მიუხედავად მაგის ანუ მე მაინც მაგალითად ანუ თუ სიტყვაზე ჰერალდი კი არა რაც ქვია ანუ ჰერალდზე ჩადის ჯანგლერი და მეორე მხარეს არის რუკის მაინც მივყვები ხოლმე რა და მე ხშირად მოდის ლანძღვები ADC-სგან რომ რატო დამტოვეო მიუხედავად ანუ ხო და ვიცი რომ დუოში რომ ვთამაშობთ ანუ ჯობია ისევ მაგალითად რო კოკასთან დავრჩე მაგრამ ანუ თიმსაც ხოლმე დავეხმარ მით უმეტეს თუ იმათი საპორტი ხშირად არ ჩანს ანუ უეჭველი ჩავდივარ ხოლმე მაგრამ მე ან თუ ჩანს მე მაინც მივდივარ ხოლმე და ხშირად მე ბოტის ის რა ქვია კვლელობით ვთარდება ხოლმე მე შემიძლია მომშალს რატო დამტოვე და მომკლან მე და დავაბრალო ბასილევს რაკეტკოკა შენი მხარი ძალიან მესმის, ანუ აი ძალიან მესმის, იმიტომ რომ უცებ ანუ ხდები რომ შეიძლება იქ ორივე მოყვა, მაგრამ შეიძლება ეს იქ არ ნახე ბასილევსის ის კუთხე ანუ შეხედულება და ზოგადად ეგ როტაცია ძალიან კაი არის რა. მან ეხა რო ხედავ კოკა რა რომ ზემოთ ადის ვიცი რომ შეიძლება ძალიან დიდი რისკი არის თუ მით უმეტეს ინგეიჯერ საპორტ ყავს ენემის რომ დაგადაიღოს და ნამისთან ერთად შეიძლება რომ დიდი რისკი არის დაგადაიღოს, მაგრამ ნახე ეხა ესე რენდომად წახვიდე ჯანგლებს მიეხვა რომ ცოტა ისეთი თემა არის, მაგრამ თუ რაღაც ფერიდან გამოვიდა და შენ დაამოგავე რა ბასილევს რომ ეს ჯანგლები ვა რაღაც კამერა ცოტა twin მოქმედებს რა, ანუ მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ხოთა დაადაიღონ შენ იმ ჯანგლებთან ერთად თუ თვლი რომ ის ჯანგლები რაღაცა კაი პლეიერი არის, რაღაც დონეზე კაი პლეიერი არის, იმ ჯანგლებმა და შენ და ტოპ პლეიერმა და მიდ პლეიერმა ფინალზე შეიძლება ისეთი ფაიტი დადოთ, რომ ანუ ვაფშე მთლიანი early game მოგეგებინოთ და რაღაც მომენტში შო ვაფშე დამხორდეს ენემისთვის მე თამაშობები, მაგრამ ეხა თუ ხები რომ სიტყვაზე აი იმენა როგორც სიტყვა მიყვას კინზი არის თუ შენი ჯანგლერი, რავი მაგ მომენტში ისე ჯობია რომ ესაფია კოკა სეიფად იდგეს და ფარმი აიღოს ვიდრე შენ მიყვიდე სიტყვაზე შეიც მოხდა ჯანგლერის მოხდა ფერალდის აიღო და მე პლუს კიდე ჩამოვიდე ტრეიდი აიღო და კოკაც მოყვა რა ფები ანუ ეგ ძალიან ინდივიდუალური არის ხა მე ვერ გიტყვი რომ ყველა ხელში აყევი მეგან არაყვე მეთქე რა მაგრამ ის სიტყვაზე ვა ეგ ძალიან კარგი კითხვა იყო ეხა გავუშვი ცეზარ ისა პოლი და ჯერჯერობით კი უნდა გაყვეს უნდა წავიდეს ჰერალდზე წერს ყველა და ეგეთი კითხვა მაქვს ეხა მეორე პერსპექტივა რა ვთქვათ ჰერალდამდე ძალიან დიდი ლიდი აიღო AD Carry-მ რა ძალიან დიდი საერთოდ free bet-ები გაქვთ და ძალიან დიდი ლიდი ავიღებ თქვა double kill-ი გავაკეთებ თქვა რაღაცა combo ვართ ბოტზე double kill-ი აიღო AD Carry-მ ამ შემთხვევაში მე და ჩაგრავთ, ძალიან ჩაგრავთ. ლეინზე რომ ჩამოვიდნენ ჩაგრავთ. და ამ დროს გამოვიდა ჰერალდი. და ჰერალდზე წასვლით მე მეკარგება ის ძალა რომ ძალიან წინ ვარ და ვაძლევ უპირატესობას მოწინააღმდეგეს და ჰერალდზე თუ გაიწევა ფაითი, ან რაიმე ისეთი მოხდა რომ საპორტი შეიძლება მოკვდეს, მიუხედავად იმისა რომ ჰერალდი ავიღოთ, მე ჩემს უპირატესობას ვკარგავ. და აი მანდრა ძალიან ინდივიდუალურია, შეიძლება, მაგრამ ხშირად ხდება. ან ხდება ის, რომ თანაბრად ვართ, ან ვაგებ და მაგ შემთხვევაში საპორტი მიდის, ან შეიძლება მოხდეს ის, რომ ძალიან წინ ვარ და მაგ შემთხვევაში საპორტი მიდის. ვიცით რომ არ მოვკვდები, მაგრამ მაგ უპირატესობას ცოტა ხანი და შეიძლება დიდი ხანი ვერ გამოვიყენებ. მაგ დროს რას ფიქრობთ ხოლმე რა? არის ანუ ნახე როგორ გითხრა რა, მაგალითი რომ მოვიყვანო. ეხლა სიტყვაზე აი ჯუკო ვინცა ფოლოუს AD Carry ამ ბოლო პერიოდში AD Carry-დან ყველა
რაღაც შენი ხმა გაწყდა, bro. შენი ხმა გაწყდა. დავკარგეთ სტუმარი. აი ეხა გაგრძელდა. ერთი 10 წამი გამწყდარი იყო შენი ხმა. შენი ხმა იყო გამწყდარი და თავიდან თუ შეიძლება გამოუშვი. პასუხი. კი ისმის. აი სიტყვას გაჟერხა ბოლო პერიოდი, ნუ ისე ძირითადად ბევრს თამაშობ, მაგრამ თუ ვიღაცას თამაშობ და ისეთ ერთად დუოში შევდივარ, არის ბოლო შეიძლება ჯუკო მაგასთან ერთად თამაშობ. ანუ ნახე მაგრამ მე თუ სიტყვაზე ვიცი რომ ჯუკოს ყავს ეზრიალი და მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ბევრჯერ გავлахეთ და სიტყვაზე 6-0-ზე ჯუკო და მე 0-0-6 და ისე და 0-3-0-3 და ანუ მე ვიცი რომ ის ეზრიალი ისე იდგება რომ მამეთ სულ დაიწყო გაფლეშავს მესამე სკოლ გააკეთა და ვაფშე ითხოვებდა გავა. ანუ ინდექსი ზავშოთ ყავს არ მოაკლებს. ანუ ეგ ძალიან ისეთ თემაა. რაღაც ბეინი თუ დაყარა ეხა ვეინზე რავი early game-ში მე რაც არ უნდა თავეხმარ ვეინი და ზანდელი ხუქში ასადებს თანში მოხდება ინდეჯერდება მე. კი, გასაგებია. რა გაწირეს ეს ვეინი არა და მე ვასება მაგრამ გასაგებია bro. კაი. ვსო ეგ საკითხიც გავიარეთ. ეგ კიდე რამე კითხვა ხო არა გაქვს ბასილევს. და რა? ბოტლეინის მიდზე გადასვლაზე. ხო, ბოტლეინის მიდზე გადასვლაზე. დავა, ეგ კონცეფტიც გავიაროთ. კი ბატონ, მე მომწონს. უკვე რაღაცები უკვე ანუ მუღამი დღევანდელი სტრიმის ზოგადად არის რომ ჯერ ერთი საცდელი და ექსპერიმენტალური სტრიმი არის. ამიტომ no judgment გთხოვთ, პირიქით დაგვასაპორტოთ. მეორე ძალიან მაგარი იქნება თუ რაიმე საინტერესო სწავლიგებთ აქედან, არა ზოგადად გავიგებთ რაღაც ისტორიებს ან ფაქტებს, არამედ თქვათ რომ წავიდეთ, ხვალ რას ვაკეთებთ, ან ეგრევე ხო თამაშობთ ამის მერე, ხო? და როგორ ან რაღაცა წავიღოთ აქედან. მაგისთვის მეც და ყველა ვცდილობთ რომ რაღაცა ისეთი გარდა იმისა რომ მაკროზე და რაღაცა სერიოზულ ამბებზე ვილაპარაკოთ, რაც შეიძლება რთული გასაგები იყოს, უშუალოდ პრაქტიკულ რაღაცებზეც ვილაპარაკოთ. ეს მე მგონი ძალიან მაგარი იყო რა. ანუ ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული ის იყო, რაც გავიარეთ. იყო სხვა რაღაცებიც, მაგრამ ეხლა ეს არ მომეწონა, იმიტომ რომ ყოველ თამაში ხდება, როცა ჰერალდი გამოდის. ვსო, ან დამთავრდა. გულის ტკივილი არის. და ფოლმაც აჩვენა, რომ ყველა ეთანხმება ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ფოლოვერის გარდა ამ ჰერალდზე საპორტის წასვლას. შემდეგი ამბავი არის ეგეთი, რომ მიდლეინის და ბოტლეინის ჰერალდის დროს მიდზე ბოტის გადასვლა. მიდზე ბოტის გადასვლა ჰერალდის დროს, ეგ too much strategy რა. ანუ ეგ სოლო იმაში ვერ ვიზამთ, იმიტომ რომ ვიღაცასთან დავსიკრონდეთ. აბა რას ფიქრობ წეზარ? ეგ არის კიდე ტრიოში შეიძლება, მაგრამ დუოში ძალიან რთული არის. ჩემი აზრითაც. ძალიან რთული სალაპარაკო არის მაგაზე რა. ანუ არ გიქს მაგის გარჩევა. ჩემ აზრს ვიტყვი რა მაგაზე რა. ანუ დუოში ან სოლოზე ან ტრიოში კიდე უფრო მეტად შესაძლებელი არის, იმიტომ რომ თუ ცოტა მასტერზე რაღაც თამაშობ კიდე შეიძლება მიდლეინი მივწეს რატო მინდა რომ ბოტლეინი მიდე გადავიდეს, მაგრამ ნახე ვიღაც რუსი ვალოდია რომ ყავს რა, იმ რუს ვალოდიას ვერავოს შენ რა, ანუ რომ ძმაო თავის ზედმეტად შევა რაღაცას ვიზავთ, ანუ შენ ვაფშე მონაწილეობა საჭირო არ იქნება, მაგრამ 5 ფიუში ან ტრიოში, ნუ თუ ტრიოში ხდებით ესეც კიდე ის მომენტი თუ ხდებით რომ კაი პლეიერები ყავს ორი კაცი რა, ანუ ის მიდლეინერი შეიძლება თავისთან მივწეს და თავისით წავიდეს, მაგრამ თუ სიტყვაზე 5 ფიუში თამაშობ ყოველთვის გამართლებული არის, რომ სანამ ჰერალდი და პეიგი გაჩნდება, ანუ იქამდე ბოტლეინი მიდზე ავიდეს და პეიგი ბოტზე ჩავიდეს რა. ან შეიძლება სიტყვაზე ტოპზე ავიდეს და ტოპლეინერი ჩავიდეს. ბოზე აი ძალიან ინდივიდუალური არის სიტუაციურად. რთული საკითხია. კომუნიკაციის ამბავიც არის ძალიან რა, ძალიან კარგად უნდა სინქრონდებოდა ეხლა თან რანდომ მიდლეინერს რომ გაუწვო უცებ მიდლეინზე რო ახვიდე, რანდომ მიდლეინერმა შეიძლება გაგიშდეს, პროსტო წნევა მაუწიოს და გავიდეს, შეიძლება თამაშდა რაც ხდება ხოლმე რა. ამიტომ მოდი ეგეთ რაღაცას ბოლო სანამ მეჩაბებზე გადავალთ ვერ ვითვლენ, მაგრამ მაინც ეგეთ რაღაცას კითხავ რა. რამდენი პირველ რიგში ხშირად LoL-ში და Wild Rift-ში ხდება ეგრე, რომ ბოტლეინს და მე ჩემასაც დავფიქსირებ აქ, იმიტომ რომ ყავდა ადრე კოუჩი სხვათა შორის ჩემ გუნდს და იქ გვასწავლა რა თვითონ ეგეთი რაღაც რა. ეგეთი ამბავია რომ ბოტლეინზე ვთქვათ გავიტანეთ ტაუერი, ჩვენ გავიტანეთ ვთქვათ ტაუერი. და რა ვშვებით მე ძირითადად რაც ხდება ხოლმე ადრე სანამ დავამუღამდით იყო რომ სულ მაინც ჩავდიოდით ბოტზე, ფუშავდით ხვდებოდით რა. ეხლა ვაბუქებ, მაგრამ ძირითადად ეგრე ხდებოდა. მერე გავარკვიეთ ეგეთი რაღაც რომ ეგრე კი არ გააკეთო.
ვეივი როგორც კი ჩამოვა სადაც ერთმანეთს ხვდება წითელი და ლურჯი ვეივი ერთმანეთს, აი იქ სადაც თავიდანვე ხვდებოდა რა. მან ჩადი დაფუშე და მიდლეინზე ადი. და მიდლეინერთან ერთად იქ იყავი. ძირითადად ეხტება და მაგას ვაკეთებთ ეხა, მაგრამ მიდლეინერი მერე გიждდება ხოლმე რომ წადით აქედან და აი რა აი ძალიან ზოგადად ისე უხეშად მომიყევი რა შეიძლება ვქნათ მან რა შენი აზრით კინზი მოდი კინზი იყოს მაქსიმალურ შეურაცხყოფა რასაც ვინმეს მივაყენებთ რა მეტი შორს აღარ წავიდეთ ნახე როგორი თემარი მე ყოველ შემთხვევაში და ესე ვიცევი და მაგრამ ის თამაში მე თუ დავამოყავე რომ დავამოყავე ჩვენ გავიდანეთ ბოტლეინი მანდ ზუსტად როგორც ჰერალდზე ხდება მაგრამ ნახე როგორი თემარი ძირითადად ჰერალდი ბრეინის ანამჩნდება იქამდე ისეთია თავი არ გადის რა რავი და ჯერ ისედაც ძალიან ბევრი უნდა უთხარო თავი გავიდეს და მეორე მაგის საშუალებას არავინ არ მოგცემს მაგრამ თუ რავი დაუშვათ ისე მოხდა რომ ჰერალდამდე კენიდან ჰერალდის მერე კენი და სიტყვაზე ბოტლეინი გავიდა მაგრამ ნახე მაგარი ჰერალდს რო იღებს ძირითადად ყოველთვის დანიშნავ რომ მიდლეინი გაიგო ხო მაგრამ ნახე სოლოში რომ თამაშობ ძირითადად ხშირად ხდება ისე რომ ჩაგრავთ მოწინააღმდეგეს თქვა და გაგვაქვს თავერი რა და მე რა ვქნათ ანუ რამე ტიპი გითხარი ის კი არა რომ მაგ best practice-ი ან რაღაცა სასწაულ შემთხვევაში ესე რა ანუ რამე მარტივი მაგალითი გითხარ რომ მოდი ადით მიდზე ჩამოდით ხოლმე გაფორმეთ ბოტი ან რაღაც ისეთი რომელიც გამოგვადგება თქვენ თუ ბოტლეინზე თავერი გაიყანეთ ანუ თქვენ უკვე იმდენი კოდი გაქვთ და იმხელად იმეჯის გაკეთება შეგიძლიათ რომ მიდლეინერი ჩადის იმ ადგილას სადაც თავერი გავიდა და ფარმავს ძირითადად მიდლეინერები ეგეთი არიან ხო ეგ მიდლეინერები რომ ანუ მაინც ძირითადად რაღაც მომენტში უნდა დასქეობდნენ რა ანუ ფარმი ჭირდება და ცოტა მიდლეინერიდან ეცქოთ დარქმას და დემეჯს ამიტომ მიდლეინერი გადადის იმ საიტზე რომელიც გაიტანეთ ეხება იქ და ყველაზე ცუდ შემთხვევაში რაღაც ანუ მილიონებს კარგავს მაგრამ რაღაც დონეზე ფარმს იღებს და ბოტლეინი გადადის მიდლეინზე და ბოტლეინი უკვე იწყებს თამაშს ჯანგლებთან ერთად ანუ უკვე სამი ოკეი მივხვდი მაგრამ ძალიან არ მინდა რომ საპორტს გავსვეთ მაგრამ იდეაში გასაგები არის რა იდეა გასაგებია ეხლა ნახე საპორტზე გადავდივარ რა მე როცა მიდლეინზე თამაშობ AD-ი გატოვებული რა და მიდლეინზე ფარავს ან მე ყოველ შემთხვევაში ესე მიმაჩნია რომ ოპლეინის და ბოტლეინი უფრო მარტივი დასადაივებელი არის ვიდრე მიდლეინი ანუ თვითონ რა რუკიდან გამომდინარე ესე მგონი არის შეიძლება ხდებოდა რა შეიძლება შეგვიძლია კი ბატონო და მაგასაც გავიგე მაგრამ ესე მიმაჩნია როდესაც მიდლეინებს ანუ მიდზე გადმოდიხარ ანუ თქვენ რა გაქვთ უკვე უფრო მეტი ის გაქვთ არ ვიყავთ უფრო მეტი დემეჯის გაკეთება შეგიძლიათ ანუ თქვენ უკვე როცა შეიძლება შეიძლება მიდლეინერი და ჯანგლერი ავიდეთ ოპლეინზე და როტაცია გააკეთონ ორი კაცის მაგრამ აქედან უკვე სამი კაცი არის ანუ ეგეც AD-ი მაშინ მოდის, როდესაც ვეივი გაწმენდულია და ანუ ეგ იცოდეთ და ყველამ კარგად იცოდეთ. თუ გინდათ მაღალ რაუნდში აყვიდეთ, ვეივები გაწმენდეთ და მე გაიწყებ რაღაცის კეთება, ოღონდ როგორ იცი რომ აი 6000-ით თუ უსწრებ ელემის ფარმში, ანუ მაგდროს აღარ გახარმო. და დრეიკზე პოზიცია არ გაკარგო. იმიტომ რომ 6000-ით უსწრებ და მამედ ეგეთი ვეივი არაფერს არ გიწყობს, მაგრამ same farmზე თუ ხარ ყოველთვის შეიძლება რომ ჯერ ვეინი გაწყვეტოთ იმ ბაროზე რო შედიხართ ან რეინგზე ფაილზე შედიხართ ყოველთვის შეიძლება მაგრამ მადლობა შენ როგორ ახარ და მე გაიწყოთ რაღაცას კეთება ან ეგ მაგაზე მე მგონი ყველა გამეთახა ოკეი მე მგონი დრო მოვიდა რომ გავაკეთოთ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ისა რაც სულ მინდოდა და მე ამოვიწერ ამ ყველაფერს და რაღაცა სიას გავაკეთებ. ან თქვენ ზენოა სიას რო თქვენ რო შეადგინოთ და მე დავაჯახოთ შევადარო სტრიმზე მაგარი იქნება. გავაკეთოთ რაღაც მინი სტრაფი გავლა რაღაც მეჩაპების რა ძალიან მჭირდება და მაინტერესებს რა. შეიძლება არასწორად უყურებ ამ ყველაფერს, მაგრამ მაგაზე შეგვიძლია დავილაპარაკოთ. ეხლა როგორ როგორ გავიაროთ აი გეტყვით რა. ამ თვითონ თამაში როგორ იქნება ისი ჯერ ძალიან დიდი დრო დაგჭირდება რომ ანუ სხვადასხვა არა თეორიულად თეორიულად გადავიაროთ მე რაღაც ვარიანტებს ვიტყვი და უცებ პლუსი მინუსი შევაფასოთ შემდეგი რამდენიმე ვარიანტი ესე გავიაროთ რა
და მე შეგვიძლია რაღაცა მინი მასტერ კლასზე გადავიდეთ, სადაც როგორც თქვით, შეგვიძლია თამაში შევიდეთ და რაღაც მაგალითები ან რაღაცები განვიხილოთ რა, უშუალოდ თამაში. ეგეც შეგვიძლია, მაგრამ სანამ მანდ მივალთ, მაგალითს გეტყვით და ჩატით ჩაერთვება სავარაუდოდ რა. ძირთად ჩემ გამოცდილებიდან გამომდინარე ვმჟევლთ. მოდი დანარჩენ თიმზე სუბოლოს ვილაპარაკოთ, როცა მიცაც გავივლით, AD carry-საც, junk-საც და top-საც. იგივე ფორმატით ადრე თუ გვიან, მაგრამ ეხა bot-lane-ზე კონცენტრირდეთ რა. ხშირად ხდება, რომ მოწინააღმდეგე თიმი დასაწყისში ასევე დღესდღეობით იღებენ მილიოს ან ბანავი, მაგრამ მილიო აქ არ არის. ვაი, არ არის მილიო. კაი, არ აქვს მნიშვნელობა რა. ავიღოთ მაგალითად კეიტლინი. კაი, ლულუ აიღოს. ლულუ აიღო მოწინააღმდეგე თიმმა და მიაყოლა კეიტლინი. კეიტლინი რა. ეხლა მე განსაკუთრებით ბევრი საშუალება არ არის AD carry-ზე, აქ ვიფიქრეთ და ავიღეთ ვარუსი რეალურად რა ვთქვა. მოდით მარტივიდან დავიწყოთ, რაც ჯერჯერობით ვიცი. ავიღეთ ვარუსი. რას ფიქრობ ამ დროს, რომელ საპორტს იღებ და რატო? აი, მარტივად არ გინდა სიღრმეებში წასვლა, ძალიან მარტივად. აი, 1-2 საპორტი მაინც მითხარი ან 1 თუ გინდა რა, რომელს აიღებდი ამ შემთხვევაში? თუ ეგრე არ უყურებ. შეიძლება მე კანი ჩვენ რა გვიდა რო კეიტლინ და ლულუ ვცემოთ თუ აი ნახე რა გვიდა სოლოზე ვთამაშობ და ვთქვათ არ გვაინტერესებს იგით ვინ არის და რა არის რა გვინდა დომინაცია ლეინზე გვინდა დომინაცია არ გვინდა რომ წავაგოთ მეჩაპი ლეინზე ვთქვათ რა ძალიან რთული არის სხვა ლეინებიდან მთელი თიმის განხილვა ამიტომ მოდი კონცენტრირდეთ ბოტ ლეინზე ბოტ ლეინის მეჩაპში დავანებოთ ჯანკსაც დანარჩენ ყველაფერსაც თავი როგორ მოვუგოთ კეიტლინ ლულუს როცა ვარუსი არის AD carry-ზე საპორტად რა უნდა ავიღო რა რავი საპორტად აი მაგალითად ორნს არ ავიღებდი იმიტომ რომ მაინც ორნი მიმაჩნია რომ აი თიმიდან გამომდინარე არის ეს კი ბატონო ანუ ორნი არ გვაწყობს იმიტომ რომ რატო აი მაგალითად რა ვარუსი ორნი გარდა თიმისა ვარუსი ორნი კეიტლინი ლულუს ვერ უგებენ, ხო? რეალურად ლეინზე. იმიტომ რომ აჰარასებს ხო. მოგებით შეიძლება მოუგოს. მოგებით ყველა მაჩაპა შეიძლება მეორეს მოუგოს, მაგრამ ნახე ორნი მაინც რა ისეთი ტიპი არის რა, აი ცოტა მეტი ჭირდება რა ქვია, სკილი ჭირდება რომ რაღაც გამოიყვანო რა ორნისგან რა. თუ სიტყვაზე ხა ენემი კეიტლინ და ლულუ ისე გეთამაშებია რომ კედელთან არ მიდიან რა რაღაც კოჩი და ანუ და პირველი სკილის ისე ვერ ჩააგდე რომ მე მესამე სკილი კომბო გაუკეთო ანუ რაღაც კოჩი ანუ ცოტა ისე არის რა ანუ ჩაგრავენ პირიქით ჩაგრავენ ორმა ძალიან უნდა კარგად ძალიან უნდა მოინდომოს ორმა მოდი ესე შეხედოთ რა მოდი ესე შეხედოთ ლულუს რეინჯი ეგეც გაითვალისწინე რა ლულუს რეინჯი და შენ უეჭველი ისე ანუ შენ რაღაც დემეიჯი გააკეთო ანუ უეჭველი იწევს იქამდე რაღაც დემეიჯის მიღება რა და უკან წამოსვლისას თუ ვერ მოკალი ორი იმდენის მიღება კიდე ზემოდან ეგეთი მოდი ესე შევხედოთ რა რომელმა თიმა უნდა მოინდომოს უფრო მეტად ძალიან რომ რომელმა მხარემ ძალიან რომ რაღაცა აჯობოს და ამ შემთხვევაში არის ვარუსი ორნი ხო ორმა ძალიან უნდა მოინდომოს და ვარუსმა რომ დაჩაგრონ კეიტლინი და ლულუ ძირითადად მე რაც წარმოვიდგენია ლულუ კეიტლინი აჰარასებენ უსასრულოდ ვარუს და ორს სულ ფუშავენ თავერის ქვეშას აჰარასებენ არაღებინებენ თავერსაც ადემეჯებენ პლეიტებსაც იღებენ და ასე შემდეგ საკმაოდ მარტივი მეჩაპი ჩანს ერთი შეხედვით თუ ორმა რაღაცა სასწაულები არ გააკეთა რაც არ ითვლება რა კაი შემდეგ ორნი რითი უნდა შევცვალოთ რომ შემოვაბრუნოთ ეს თამაში რეალურად რა ანუ ეს მეჩაპი რა უნდა ავიღოთ ესე იგი ჩატიდან მოდის რამდენიმე ვარიანტი იძახიან პირველი კოსმიკმა დაწერა რაც ძალიან მოულოდნელი იყო კოსმიკისგან მაგრამ დაწერა ლუქსი უნდა აიღოსო ვარუსთან ერთადო ისა რა ქვია საპორტმა კი ბატონო ლუქსი არის მართლა ძლიერი მაგრამ ნახე ბოდიში მაშინ როდესაც სკილებს არ ყავს და სკილებს არ ყავს ლუქსის ის პლეიერი ვინც ლუქს თამაშობს და რაღაც ანუ მართლა ბევრი ხელი აქვს რა ეხლა შეიძლება რაღაც ერთ ფილში მე ლუქსი ავიღო და ყველა სკილი გავარდა მაგრამ ეგ იმას ანიშნავს რომ შემდეგ მომდევნო 5 ხელში ლუქს ავიღებ ყველას გავარდა ამიტომ ლუქსი ძალიან ბევრი არის და ვეგასვისა ლუქს შეუძლია ვაფშე მარტო დაკეროს იმიტომ რომ ჩემპიონი არის ეგეთი თავისუფლად კი ვეთახმები კოსმოს მაგაში რომ ლუქსი და შეიძლება მაგის გაკეთება მაგრამ მე პირადად
როგორც აი საპორტი ჩემპიონებს ჩემპიონები რო ავიღოთ, ხა ლუქსი მაინც საპორტი არა, მიდლეინერი უფრო არის, ვიდრე საპორტი, ესე არის და ეს მიგონია. და მაინც მიგონია რომ მე უფრო მაგისთვის რომ სიტყვაზე ესენი დამეჩაგრა, ან დამიცავიღებიან ნაუტილუსს და ბრაუნი შეიძლება. просто ბრაუნი ცოტა კიდე უფრო რთული არის, რა. ხო, მაგრამ მარტივად, მოდი სიღრმეში არ წავიდეთ რა, მარტივად. თქვათ ლუქსი რომ საპორტზე რომ იყოს, იმიტომ რომ ირჩევენ ძირითადად საპორტზე რა. თუ გინდა არ განვიხილოთ, მაგრამ რო რამე ლუქსი ორივე ფოუქი არის ხო, ვარუსი ლუქსი, sustain იმათ აქვს ხო, shield-ები და damage თუ გაუკეთა არიხილებიან. კეიტლინს აქვს დიდი რეინჯი, განსაკუთრებული არაფერი დემეჯი ერლიში, შესაბამისად უგებენ, ხო? უკეთესად აკლიარებენ waves ორივე, ფუშავენ და მე თავის ქვეშაც აჰარასებენ. შედარებით მარტივი არის. შენ თქვი რომ ნაუტილუსი ლუქსთან და ვარუსთან კეიტლინს და ლულუს ანუ შეუძლიათ რომ იდგნენ. ან დადგენ, ხო? ან თანაბრად შეუძლია რომ იდგნენ, ხო? რის ხარჯზე და როგორ რა? ეგეც საინტერესოა. ორივე იდგენ გაფარვა. ну აი მაგას ვამბობ, ანუ ლუქსი არის ჩემპიონი. ან ლუქსზე მაგრა თამაშობ, ან ვაფშე ვერ თამაშობ. და თუ ლუქსზე მაგრა თამაშობ, ვაფშე შენ შეიძლება ვარუსი არ დაგჭირდეს, ისე მოიგონე. კი, მაგრამ ნახე ბრო, ერთი ეგეთი ისა რა, თქვათ, ანუ მით უმეტეს, ანუ რომელი პლეიერი რამდენად კარგად თამაშობს, ჩავთვალოთ რომ არ არსებობს რამენაირად რა, იმიტომ რომ ძალიან რთული იქნება ეგრე შებასება საერთოდ რამის. მე მაგალითად მე ვოკალ ლუქს ვაფშე არასოდეს არ დავფიქრე. ოკეი. ვიცოდე რომ იმას აკაუნტერებს, რეინჯია და აფუნქებს, მე ლუქსის დაფიქროს მირჩეველი რამე ავიღო ისე რა. მაგრამ კოსმიკი რომ გაიჩნოს მაგ მომენტში, ლუქს დაფიქროს. ეგეც იმიტომ რომ ლუქს თამაშობს და რა ვიცი 500 ხელი მოგონა თამაში. და 500 ხელი ლუქზე რომ მქონდეს ნათამაშები, იმიტომ რომ მე დავფიქრდი და ჩემი თიერიში ეს თიერიში ჩავსვდი, მაგრამ თამაშობ მაგ ჩემპიონი. გასაგები. ეს საპორტს გაყვე. ან ნამისავიღებია ნაუტილუსს რა. კაი, თქვათ რატო ნაუტილუსი აქვს რა? აი როგორ მოუგებდით ნაუტილუსი ვარუსით? ლულუ კეიტლინს ხო ძალიან დიდი რეინჯია, ძალიან შორტს გას ნაუტილუსის კიუს ვერ არტყამ, მულს თითქმის ვერ არტყამ. თუ ეგრე არ არის საქმე რა? არა, ეგრე არ არის საქმე, რა ყველა კეიტლინს დავიჭერს ნაუტილუსს, ვარშება. ანუ რეალურად მაგრამ ნახე მომენტი რა არის. მე რომ ნაუტილუსი კეიტლინი ლულუმი დგას, მე კეიტლინზე არ მაქვს ის საქმე რა, ინგეიჯი. მე ლულუს დაქევას ვтикო. აჰა, ოკეი, ლულუ არის უფრო ტარგეტი რეალურად რა. და ლულუ თუ უკან დგას და პროსტა შილდავს მანდა მაინც წინ არ გამოდის და კეიტლინ წინ არის, მაშინ რაღაცაში ხო უნდა უგებდე, ანუ უფუშავს ავარაუდოთ, ხო? და იგივე საკეთებ, ან უფრიზავ, ან უფუშავ და ადაივებ. ან დავაფლეშობ სახეზე, რაც ჩემგან არ არის გამოდა. ორი რო. გასაგები. ანუ თან იცი რა არის? ეს მაინდა-მაინც არ არის აუცილებელი რომ მე რუსთან ერთად ნაუტილუსში დავაგები, უეჭველი პირველი რელაზე მოვყვა. არა, რა თქმა უნდა. ერთხელ ნახე ხუთი გავარყა და ამ ხუთის გარკვევაში რა დაიხარჯოს? კეიტლინს ფლეში, ლულუს ჰილი და დაიხარჯოს. მე ვიცი რომ ეს სპელები ენების არა, მე უკვე უფრო თამამად შემიძლია შემდეგ მოსვლაზე თამაში და უკვე შემდეგი ეგეთი ხუთი უეჭველი ხილი არ და პლუს თუ მაგის მერე სეიფად ითამაშეს, უკვე ჯანგლერის დახმარება დამჭირდება. რა ეხლა ესე ვერ გეტყვი რომ სულ ყოველ ჯერზე ყველა პლეიერს უეჭველი დავჩაგრავდეთ, მაგრამ ხო, არა, რა თქმა უნდა. ხო, ძირითად ნაწილში მაინც გონია და მიმაჩნია რომ ნაუტილუსი ვარუსით დავდგე და ერთი ხუთი მოხდეს და რავი ნაუტილუსს ეხლა თუ თამაშობ მეგობრებო ხუთი როგორ უნდა აცილო ძალიან რთული არის. ძალიან რთული არის ნაუტილუსს თუ კიდევ ან ფლეში უნდა გამოიყენოს ან ფინს. უკვე მაქს პროს რო იყენებს რავი მე უსუსური ხდება რა კაი, და გადავიდეთ შემდეგზე. კაი, არ გავჩერდეთ დიდხანს ამეჩავზე. კი ბატონო. კაი, მაშინ ესე რა, ვიძახით რომ ვარუსი ნაუტილუსი აკეთებენ იგივეს. ან უფრიზავენ და ჰუკებზე ნაუტილუსი ჩასაფრებულია, ან უფუშავენ და მერე ადაივებენ რეალურად რა. სტანდარტულად ალბათ ეგრე მოხდება იგივე. კაი, ეხლა ნახე, თქო კეიტლინი აღებული აქვს მოწინააღმდეგე თიმს და ეხლა ლულუ ჯერ არ აუღია. რა უნდა აიღოს მოწინააღმდეგე თიმმა ლულუს მაგივრად რომ მოუგოს ვარუსი ნაუტილუსს კეიტლინთან ერთად. არსებობს თუ არა ჯერ ეგეთი საპორტი თქვენი აზრით? მოგება არის ძალიან რთული. ანუ ვიღაცას რომ ლეინზე მოუგო ძალიან რთული. დაჩაგრო, ცოტათი უფრო წინ წახვიდე. მოუგო ეგეთი ძალიან აბსტრაქტული არის. არა, ნახე მე რა შემიძლია გამოგეთო.
მე თუ კეიტლინი მყავს და დაუშვათ ხო რავი 100 მილიონს და 100 მილიონს კიდე მილიონი ხარ სანამ ახალი გამოსული რო იყო და დაინერგებოდა მაშინ თამაშობდი ძალიან ბროუკენი იყო რა მაგ აი შენ რო გეუბნები 13 ლეველზე მიდიმეტი რამდენჯერაც არ უნდა მომყარიყო ჩემი ეიგიტერი 13 ლეველზე რომ მივიდო და კეიტლინის სიტყვაზე უეჭველი დავქერავ ხო არა ეგეთი ძვირი აღარა დაინერგა რაღაცები შენ რომ მინიმალური დაინერგო მაგრამ მაინც ეიქობა რომ დანერგილია ეხლა მე მაგალითად თუ ხედავ რომ კეიტლინი მყავს და ელემის ვარუსი ნაუტილიუსი არის ბრაუნს ავიღებ შემიძლია რომ ბრაუნი ავიღო და რაღაც მომენტში ნამისაც ავიღებ და ალბათ უფრო ნამის ავიღებ და ანუ საუბარი ეხლა ჩატიდანაც მოდის გეიმპლეი გვექნება bro მოდი ვაფშე მე ერთი ხელი ვითამაშოთ ერთად ვაფშე გიჟობა იქნება რა ბრაუნი წამოვიდა ძირითადად ნამი წამოვიდა ძირითადად მილიოც ითქვა სხვათა შორის რა და ესე იგი ბრაუნი ავიღოთ ბრაუნი რა ბრაუნი ყველაზე მეჯერი თქვა და ბრაუნი ანუ იმის მაგიროთ რა ქვია ლულუს მაგიროთ რომ ბრაუნი ავიღოთ ბრაუნი კეიტლინი ნაუტილუსი ვარუს ჩაგრავენ მეტნაკლებად პრაიოსი იღებენ თუ ანუ რაღაცა გოლში გაუსწრებენ რამენაირად მაინც ანუ უკეთესი კომბო არის შენი აზრით ეგრე გამოვიდა ხო თუ თანაბრად განან მორგანაზე არის კითხვა და ამის მერე მორგანა უნდა განვიხილოთ იმიტომ რომ ბევრჯერ იკითხეს უკვე მაგრამ ჯერ ბრაუნი როგორ ან ჯანში აიღეთ მორგანა საპორტი არა იყო ვაფშე არასოდეს ან თუ არ დაბაფებს მაგრამ მორგანა ვაფშე საპორტი არა იყო მორგანა რა ეხლა დაიმოჩი თუ თამაშობდა პროსტა მირეგისტრირდება კი ბატონო იკა მაგრამ ანუ თუ იმენად მოგევაგინათ რა ვიცი რა ანუ ენემი უნდა ატოლოს რომ მორგანათი მაშინ მორგანაზე ავლაპარაკოთ ბრაუნზე რა სიტყვი bro ანუ ბრაუნი კეიტლინი ვარუსი ნაუტილუსი უკვე თანაბარია თუ ეხა უპირატესობა უკვე აქეთ არის ბრაუნი კეიტლინზე არის უკვე ნახე როგორი თემარი განჩნია ვინ რა შეცდომას დაუშვებს ნახე მაშინ ასე ვიკითხავ რა სანამ გააგრძელებს მასე ვიკითხავ მაშინ მაგალითად მოვიყვა რა როცა ყავს ბლიცკრანკი ხო საკმაოდ სუსტია მაგრამ ბლიცკრანკმა ჰუკი თუ გაარტყა მე ძალიან ცუდ დღეში არ მოწინააღმდეგე ხშირად რა და ანუ რომელს არ უნდა რომელს აქვს უფრო დიდი შეცდომის საშუალება რომ დაუშვას ამ მეჩაპში ნაუტილუსი ვარუსი და კეიტლინი ბრაუნი რომელ მხარეს აქვს უფრო მეტი ის არის სივრცე რომ დაუშვას შეცდომა და რომელს აქვს უფრო ნაკლები ანუ ბრაუნის Q ოკეი არის მაგრამ ნაუტილუსის Q თუ მოხდა ძალიან დიდ ცუდ დღეში ხარ ხო როგორ ანუ მაგრამ ნახე რა თემარი აქ თვითონ ვარუსი არის ფენომენი ანუ ვარუსი იმენა გუშინი ანუ კვეცავს რა იმენა ხისტზე განყავს ტიპები რა ანუ early game-ში late game-ში არა თვითონ ვარუსი არის ბროუკერი ანუ მე მაგით ვეუბნები ანუ lethal tempo-იან ვარუსო ტანკებთან მაგარია ოკეი აი მაგარია მაგრამ ვარუსი არის ბროუკერი lethal იმაზე რა ქვია AD აიტემებზე რავი ანუ მაგაზე მაგარი არა და სამ ლეველზე მიუხედავად იმისა რომ მე შეიძლება ბრაუნი ძალიან დიდი დემეიჯი დაუბლოკო ანუ ვარუსმა თუ გამისტაკა და მე ნახევარი HP-ზე 50% HP-ზე ვიყავი ანუ პირველში თუ იდეალურად მომყავს იმიტომ რომ ვარუსი არის ძლიერი მაგრამ ისი არ არის როგორც წეხან იყო ისი არ არის რომ ლულუ კეიტლინს მეტნაკლებად მაინც ჩაგრავენ ანუ მაინც არის დამოკიდებული სიტუაციურად და ისეც არ არის რომ ერთი მხარე ცალსახად უკეთესია რა ორივეს თავში პლუს მინუსები აქვს ამიტომ ვერ ვიტყვით რომ ეს რეალურად რომელიმე უფრო ძლიერი არის მოდი შევცვალოთ ეხა რა რაღაც მოდი შევცვალოთ ეგეთი რაღაც კეიტლინის მაგირად შევცვალოთ და შემოვიყვანოთ კი ვკითხულობ ისე კომენტარებში დაიწერა ხო კარგი არის ნაუტილუსი ბრაუნის პირდაპირ კაუნტერი არისო ნაუტილუსის გრაბზე ბრაუნის ტანავს კეიტლინი one shot-ია ნაუტილუსის გრაბზე ბრაუნის ტანავს და კეიტლინი one shot-ია კეიტლინი ბრაუნისკენ არის bro კეიტლინი one shot-ი როგორ გაარ აი ოკეი ვინც მაგას ამბობს შეუძლია მოვიდეს და დავდივით ბოლტონი და როგორ მაგას ანუ ის რომ ნახე აი ეს ძალიან არ მოვასწრა ის რომ სადღაც მოსმენილი აქვს ან ვიღაცასთან ნათამაშები აქვს და ვერ მოიგო ეგ იმას არ ნიშნავს არა bro სერიოზულ მოთამაშეები ამბობენ bro მაგას ეგრე აშენო შენ უფრო შეაფასე ვინ ამბობს არა მნიშვნელობა კაი არა აქვს მნიშვნელობა
დისკუსიაში უნდა შევიდეთ ამ მაგასთან, იმიტომ რომ რითი მაკონტერებს. მეორე უცრომადეს და მეორე სპილს დავახები და შეიძლება ჩემიანი აღდოს. ესე იგი ესეთ რაღაც დაიწერა რომ Nautilus Klaus Caitlyn Nautilus Klaus ანუ Braumi Caitlyn კლავენ Nautilus როცა თქვათ Nautilus-მა რომც მოჰუკოს ვინმე Braumi დგება შუაში სტანავენ Nautilus და Caitlyn ასტრებს მოკლას Nautilus-ის მანამ სანამ არ უსწრებს გაკეთებს იმიტომ რომ სავარაუდოდ Braum-ს თავისი შილდი აქვს აღმართული რა ძირითად შემთხვევაში ეგ მოხდება ისე ლოგიკურია ძირითად ყველაფერი იწყება ჰუკზე Nautilus-ის ჰუკზე იწყება ძირითად ყველაფერი ხო და მაგ იმაში მექანიკაში ვინც არ უნდა მოჰუკოს Nautilus-მა Braum-ს შეუძლია ჩადგეს შუაში Nautilus დაარტყას ერთი ავტოტექი მაინც უეჭველი გაისტანება და მოკვდება თუ არ მოკვდება ეგ მე არ ვიცი მაგ შემთხვევაში რა ხდება bro ანუ ეხლა ვერ ვიტანო ვიღაცამ თქვა რომ Nautilus არის Braum-ის კაუნტერი და ეხლა ვიგებ რომ ანუ მამე პირიქით არის Braum-ი არის Nautilus-ის კაუნტერიო Braum-ი Nautilus-ის კაუნტერი ხო ოკეი ხო ანუ შეიძლება რა ანუ როგორ ხდება იცი ანუ რაღაც მომენტში პირველ წელს კი ბატონო იდეაში მაქედან ხდები რა ისი საშუალება გაქვს თორე ეს შეიძლება ისოქია ვიღაც ამბობს რომ Lulu-ის Braum-ის კაუნტერი არისო ანუ იმენა გამიგია რა იმე მისცა რომ Lulu Braum-ის კაუნტერი არის ხო ანუ ვინც ეხლა ვერ მომიგებს Lulu Braum კი ბატონო კაი მოდი მაგაზე დისკუსიაში შორს არ წავიდეთ იმიტომ რომ აზია ეხ დაგვიწერა Scrax-მა რომ ბოლოს მაგაზე რაღაც მომენტში მე სკილის მეჩაპი გამოდისო შეიძლება გამოვიდესო და შეცრიაოთ მაგეთგან მიდიხარ მე ვერავინ რომ ეს მაგას გულისხმობ რომ სკილის მეჩაპში ყოველთვის შეძლებ შენ რომ მოუგო რეალურად რა და მაგ ყველაფრიდან გამომდინარე მოდი მაგაზე აღარ გავაგრძელო დისკუსია სკილის ყველა წერსო ბოლოს მაინც სკილზე გადისო და გეთახმებით ყველას აბსოლუტურად სკილზე რომ გადის თუმცა შენ რო თამაშობდე ორივე მხარეს რა ეგრე შეიძლება წარმოიდგინო შენ რო თამაშობდე ორივე მხარეს შენ არ გეუბნები ზოგადად ვიძახი რა შენ რო თამაშობდე ორივე მხარეს და რაღაც ჩემპიონებზე ეგრე სკილზე იყო რა რომელს უფრო ამჯობინებდა შეიძლება ეგრეთ შეხედო და აქედან გამომდინარე მაინც აქვს რაღაც შეფასებას აზრი ჩემი აზრით რა თორე რაღაც მეჩაპის შემთხვევაში რომ მოუგო მეორეს უფრო მეტი სკილი გჭირდება ვიდრე პირიქით და მაგაში არის ზუსტად საქმე რა ესე იგი კიდე ერთი ესეთ შემოთავაზება მოდი ესენი გასაგები ანუ მეტ-ნაკლებად ბოლოს მაინც რაღაცნაირად ერთნაირად დადგნენ რა მოდი შევცვალოთ კიდე ერთი-ორი დუო ჩვენ რომელსაც ვთამაშობთ მე და ბასილევსი ეგორი განმხილოთ რა და მე მგონი საკმარისი არის მერე გადავიდეთ ერთი Scrax ვენთქვი რა ხო Scrax აი გოგო ისმენე ესეთი ძალიან დიდი თხოვნაა რომ შევაფასოთ ჯინი ალისტარი ოკეი და ალისტარს ხოთა შორის ბოლო დროს ძალიან იშვიათად იღებენ არა და უკვდავი არის ძირითადად ალისტარი და რა მოხდა არ ვიცი მაგრამ მაგას რო თავიდანებოთ ჯინი ალისტარ versus ეს ერთ-ერთი უძლეველი კომბო Braum-ი Braum-ი ბოდიში Nautilus-ი ვარუსი ჯინი ალისტარი შენი აზრით აი უხეშად და სწრაფად შენი აზრით რა მოხდება რა იძახიან რომ უძლიერესი კომბო არისო ერთ-ერთიო რა ერთ-ერთი საპორტერი ყავს მაგ კომბოს მე ვიცი რომ ჯინი სერიოზული მოთამაშეა როგორ არის იცი შეიძლება ანუ არც ის არის გამორიცხული რომ Nautilus-ი ვარუსმა მოიგოს და არც ის არის გამორიცხული რომ ჯიმა და ალისტარმა წევრი ოკეი მაინც შეიძლება იქ მივდივარ რომ სკილზე არის დამოკიდებული მაგრამ ეს როგორი თემა არის ორივეს კარგი ინგეიჯის გაკეთება შეუძლია როგორც Nautilus ასევე ალისტარს ორივეს ბევრი დემეიჯის აღება შეუძლია ანუ თავის თავზე მაგრამ საბოლოოდ მაინც იქ მივდივარ რომ თვითონ ვარუსი უფრო ძლიერია კი ბატონო ეგ აბსოლუტურად მისაღებია ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი პასუხი ანუ საბოლოო ჯამში მიდივართ იქამდე რომ რაღაცა განსაკუთრებულად დიდი უპირატესობა მანდა მაინც ერთ მხარეს თუ მეორეს ძალიან დიდი არ აქვს ამიტომ რაღაცა სკილზე მაინც გავდივართ ამიტომ ოკეი ეგ არის რომ მეტნაკლებად 50-50 რა მეტნაკლებად 50-50 და ეხლა ჩვენ რა ვთამაშობ ძირითადად მე ვთამაშობ Jinx-ის თამაში მიყვარს ყველაზე მეტად, მაგრამ ამ ბოლო დროს არ ვიღებ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძლიერად გამოიყურება რა. ადრე ენჩანტერების garaში არაფერი არ შეეძლო, ეხლა Q დაუბაფე საკმაოდ ხოძი არის. Jinx-ი Lulu versus შედარებით ერლიში ვინ არის ძირთადად? Nami Lucian Nami. აი აქ რა ხდება?
ლუშერინამი აი იდეშვის ლუშერინამის მე ისეთი გაწამებული ვარ აი ისე გამლახეს კაროჩე ისე გამლახეს ვაფშე თამაში გარა ცრემლი მომდიოდა 24 წუთი რა ეგრე ცხოვრებაში გალახული არ ყო რეალობაში აღწევია ეგრე ვაფშე არასოდეს რა ეგრე არასოდეს ამტკენია ანაფერი ისე ანუ თუ ლუშერმა და ნამი იციან რა შეუძლიათ ნეიზე რა აი ვაფშე ყველას გალახავენ და ნაუტილიუსს და ვაგუცო ზემოდან მიაღწევს რა მაგრამ ძალიან რთული არის რომ ლუშენზე და ნამიზე ეგეთი სინერგია კარგი ემესი გინდა, კარგი ეფესი გინდა, რავი, ნამი იმას თავისი საქმე ზუსტად უნდა აკეთოს. ლუშენი მესამე სკილს რო გააკეთებს, ნამი გვეჭველი უნდა დაადოს თავისი მესამე სკილი და რავი, რა რომ მიახება იდიკეს 20%-მდე დაუხას ეიქს რა. ამიტომ გააჩნია როგორ ფოტონ გვირი და როგორ იცი გმირი რა იცი თქვად იციან რა თქვად ორივე მხარე მიცის გმირი ხო უგებენ იდეაში ხო ჩაგრავენ ლუშენი ნამი ჯინქსი ლულუს რეალურად ხო მე ჯინქს და ლულუს აი დედას ვიცავ რავი რა ცენზურას დავიცავ დი ოკეი გასაგებია სო ყველაფერი ნათქვამია რეალურად რა ჯინქს რა საპორტი უნდა დაუყენო გვერდით რომ ნამი ლუშენთან შანსი კონდეს ან გადარჩენის ძალიან როარ დააჩაგნოს თავი არსებობს რამე ვერაფერს ვერ შევ ამიტომ AD carry არის შესასვლელი ჯინქსთან თვითონ ჯინქსიდან გამომდინარე რა არის საპორტის მომენტი რა თამაშობს მე შეიძლება ნაუტილიუსი ბრაუნის დაუყენო და იმბრაუმა და ნაუტილიუსი ვერაფერი ანუ თვითონ ვა საინტერესოა დეშია ანუ დეშია ზოგადად ანუ ყველაზე მეტად ის გმირები არის რომელსაც დეშია ანუ ყველაზე კარგი ედიკერები ეგ არის რომელსაც დეშია რა ჯინქსი მაგიტო არის ანუ რაც უნდა დაბახონ ხო აი მაქსიმუმ აი ძალიან წარმოუდგენლად უნდა დაბახონ რომ მართლა რაღაც გააკეთოს რა კი პირველ ორ სეზონებში და რაღაც ეგეთ სეზონებში ძალიან მაგარი რეცტონას თამაშობ იმიტომ რომ თვითონ მაგდელი ჩემპიონი არისო რომ რაღაც ჯინქსი მართლა მოიპატან რაღაც და დაბახოს მაგრამ ეხლა მგონია რომ ჯინქსი რაც უნდა დაბახონ რა ეს პირადად ჩემი აზრი არის რავი არ მგონია რომ ლუშენი ნამის სულ ლუშენი განეთქმული იყოს მოუგოს რა იმიტომ რომ ლოლიდან მოყოლებული ლუშენი ნამი ერთ-ერთი უძლიერესი ის არის რა ქვია ბოტლეინი არის და პირადად ამ ბოლო სეზონებში ლუშენი ნამი რიქის დაუშაგრეთ მე და ჯუკო მეთამაშობდი ზაია რაკანი კიდე ზაია რაკანი ვაფშე სხვა თემაა ზაია რაკანი აკაც გქონდე რა ხო ასკარად თვალებელი ჭერია სინემატიკი ნახი გვაქვს ყველას კიდე ეგეთი კითხვა სორაკაზე არის ეგეთი კითხვა სორაკა საერთოდ არ განიხილებაო და შეგიძლია რამე ერთი ორი სიტყვით სორაკაზე გვითხრა ოღონ ბევრი არა და კიდე ეგეთი კომენტარი იყო რომ მაღალ რენკში სორაკაო იშვიათად თუ საერთოდ გამოიყენებაო რა ვერაფერს ვერ შვება ხშირადო და როგორ არის სინამდვილეში რას ფიქრობ როგორი თემა იცი ანუ რაღაც მეჩაპებთან რა შეიძლება დააფიქრო ანუ მე მიუხედავად იმისა რომ ალბათ შეიძლება სამი ხელი მაქვს სორაკაზე რა შეიძლება ისეთი თემი იყავდეს ელემის რომ ანუ სორაკა კარგად იძვებოდეს თიმ-კომში მაგრამ თვითონ ესე რომ სორაკა ხა დუოში შეიძლება დაიყენოს სორაკა იმიტომ რომ ელემის არ ყავდეს ინგრინჯერის საპორტი რაღაც ვერ თამაშობდნენ და იმის ხანჯერ არ იცი სორაკას როგორ ეთამაშო ანუ ხა სორაკა რო ყავს ელემიში და პირველი იდიქეს უყავ კინძიდან ისე მაგაზე მივიდეთ და პირველი უნდა მოყვა სორაკა რა ვიცი ხა რა უნდა ქნა სკოლო გადაცეს ერთი ულტის თუ დაიქილება და მეორე სკოლს თუ დაგიგდებს და ეგეც რავი ძალიან რთულია იმიტომ რომ წამში შეიძლება გააკრო რა გასაგებია რავი აი ეგ მოსაზრება მაქვს სორაკაზე კონკრეტულად რა ოკეი კაი გადავიდეთ მაშინ შემდეგზე ეს არის კაისა ეხლა ნახე რამდენიმე განმიხილეთ რა რამდენიმე მეჩაპი რამდენიმე იდიქერი კიდევ თქვათ სამირა მოდი თქვათ სამირა ნაუტილუსიც ბარემ ერთხელ რა სამირა ნაუტილუსი და მერე შემდეგი კითხვა მოდის შემდეგი კითხვა იქნება ესეთი რომ ზოგადად მერე support type-ებზე რაღაცებზე თქვათ ამის შემდეგ რა სამირა ნაუტილუსი versus ის იგივე ლუშენ ნამი სამირა ნაუტილუს ლუშენ ნამი გალახავენ სამირა არა ოკეი შემდეგი არის კორკი დაუყენეო ნამისო კორკი ხო კაი კორკი ხო კორკი პრინციპში ხო კორკი ახლა გავუკეთეს რებორკზე yes
მაგდენი არ ვიცი. მეგობრებო, თქვენ რას ფიქრობთ, ჩატში კორკი, ნაუტილუსი. არ ვიცი, არც მე არ ვიცი. AD Carry-ზე კორკის არ თამაშია. ერთხელ ვითამაშე სტრიმზე მახსოვს რომ გამოვიდა იმ დღესვე და 0-9-ზე თუ რაღაცას დავამთავრე. არ და კორკით მიძე ნორმალურად თამაშობდი ადრე რა. კაი. საკმაოდ რამდენიმე მეჩაპი მიმოვიხილეთ. ნამი აქტიურობს, ნაუტილუსი, ბრაუმი აქტიურობს. ყველა თანხდება მეტაკლებად მაგას. რა საინტერესო რა არის? ეხლა ძირითადად რაც ჩვენ ვილაპარაკეთ სტრიმამდეც, საუბარი იყო საპორტების ტაიპებზე რა. რაღაცა გამოიკვეთა უკვე რაღაცები რომ ძირითადად არის რომ მოჰუკე დაახტი გასტანე ძირითადად ეგ რა ხდება ხოლმე. ბრაუმი ჩახტება ავტოტექსტ დაარტყამს თუ გაუტავს და მერე გაისტანება, ნაუტილუსი გაუტავს Q-ს გაარტყამს, გაისტანება, ასე შემდეგ რა. ეს არის საუბარი support type-ებზე გადავდივართ უკვე. რაღაც 1-2 სიტყვით ხო ვერ შეავსებდი რომ აი რა support type-ები გვაქვს და რითი განსხვავდებიან ძირითადად რა კატეგორიებში ვარდებიან support-ები რა. ანუ ზოგადად არის ორი კატეგორია. ერთი არის enchanteri, რომელიც squish-ი არის, ანუ უფრო მარტივად ხდება და ზოგადად ძირითადი სკილები აქვს, რომ edit-ი გაბაფოს ან რაღაც shield-ი დაადოს ან რაღაც edit სკილები აქვს და მეორე type არის engager tank support-ი. ანუ პირადად მე ზოგადად 5-5-ზე engager tank support-ები უფრო პროდუქტიული არის. მაგრამ მე იმას არ ნიშნავს, რომ სიტყვაზე ლულუ, მილიო და რაღაც ჟანა. ეხლა მე პირადად მიმაჩნია, რომ ჟანაზე პროდუქტი საპორტი ვაფშე არასოდეს არ გამოსულა და არც გააბრის გამოუშვებს. იმიტომ რომ იმ ხელა პოტენციალი აქვს, მაგრამ მე ვერ ვთამაშობ ჟანას. ანუ არ შემიძლია რაღაც თავისი სტილი აქვს, რომელსაც ვერ თამაშობ. ანუ ჟანაზე ენჩანტერებში შედის. ანუ ენჩანტერების მთავარი თემა რა არის, რომ ძირითადად მაინც ყოველთვის ანუ აგრესიული ვერ ხარ. ანუ მაინც ყოველთვის უკრიდან თამაშობ, მაინც ცდილობ ან შენეიდიქეს enemies engage-ზე spell shield-ი დაადო, რაღაც ნამით უხარ ულტი დაუკეთო, engage-ი გაუკეთო, ან აბრი გაუკეთო, ჟანაც იგივე თემაა, რომ ტორნადო დაუკვეთო, ან ულტი გააგდო და რაღაც შეაჩერო, მაგრამ ანუ მე მაინც მიმაჩნია, რომ უფრო მარტო, უფრო enchanters, უფრო მეტი shield-ი აქვს, უფრო მეტი shield-ს ადებს, უფრო მეტი skills, მაინც მგონია, რომ engager support-ები უფრო პროდუქტიული არის. Kill რომ იცე შენეიდიქეს, ინე იდიქები დაიწყო. Okay, მესმის რომ იქ რულს ულტი არის, მილიონს ულტი არის, shield-ები არის, რაღაც range business. Okay, მესმის, მაგრამ ნახე ჩვენ ხო გვინდა რომ პირველი ლეველიდან მხარად ვიდგეთ. პირველი ლეველიდან ანუ ეგრე მხარად ვერ იდგები engage support-ად და აი მაგალითად ალისტარი ვთქვით და აღარ იღება რა. ალისტარი რა ვიცი, აი ინფო თავში შეგიძლია შეხვიდე იდგე 35 წამი, გადარჩე 3 კაცი იმ თავში მოყვა, გამოგვიდეთ ყველა. კი. ანუ ეს აი ამის საშუალებას ერთ-ერთი enchanteri ვერ გძლევს. ხო. ანუ რაღაც მომენტში okay შეიძლება უცებ ნამი თვარ და რა ტრისტანამ ყავს ჩემი იდიქები დავამუღამე რომ enemy support-ი როტაციაზე წავიდა, კი ბატონო ნამი გავადაიმე. მაგრამ შეიძლება ისეთი და ანუ თუ enemy იდიქება იქაიქარ და შეიძლება ისე გადაიგოს რომ მე უეჭველი მოვხდე. კი ბატონო იმას მოვყავს, მაგრამ ეგ უკვე ცუდი ტრეიდია 2-1-ზე ვადაირო და 1-1-ში იქცება. რაღაც დონეზე მაინც ну, ეს კიდე ცოტა ისეთი არის გასაჩევი არის, მაგრამ მაინც ესე მიმაჩნია და ან საპორტები ძირითადად აი რა ალბათ აი კიდე რაკანი არის, რომელიც აი ცოტა საფლექსაუბილები არიან და გამორჩეული საპორტები არიან და კლასიკურებში არ გადიან რა და არ გვინდა მაგაცე, ეგ ცალკე გასახილველი არის, მე ესე ინდივიდუალურად სტრიმზე შეგვიძლია განვიხილოთ. ანუ საბოლოო ჯამში ჟანაზე ვილაპარაკეთ, რომ ძირითადად რასაც ეხა მე ვხედავ მოგიწევთ რო შემდეგზე მოგიწევთ შემდეგზე შეგვიძლია ერთ-ერთ ესეთ შემდეგ იმაზე მოგიწევთ ითხოვს ხალხი სტრიმზე მოწვევას მე ძალიან მომწონს კაი აქტიური უფრო აქტუალური უნდა გახდეს ეს საკითხი რა აუცილებლად რამეს მოვიფიქრებთ თან ეხა ეგ ხო რო დავილაპარაკოთო და სხვა პერსპექტივებსაც დაგანახებთო და საინტერესო დისკუსია წავავდა. დღეს არის ექსპერიმენტი ეს და ვიქნებით მხოლოდ ჩვენ, თუმცა რა თქმა უნდა შემდეგ სტრიმებზე განვიხილო აბსოლუტურად ყველაფერს და დავილაპარაკოთ, შეგიძლიათ მომწეროთ და დავილაპარაკოთ.
ფორმატიც ეს არის პირველი, იყო არა, ეს არის პირველი. ამისგან ძალიან ბევრ რაღაცას ვისწავლეთ, ამიტომ თქვენგან ისევ და ისევ საპორტს ვითხოვთ და გთხოვთ, რომ მაქსიმალურად დაგვიჭიროთ მხარი. მე მგონი უკვე საინტერესო რაღაც გამოვიდა და გამოდის. უფრო და უფრო გამომჯობესებთ რეალურად რა და თქვენს ფიდბექს ველოდებით აუცილებლად. ბოლოსკენ და თამაშის კი არა და სტრიმის მერედაც და მანამდე სტრიმზე თუ რამე უარყოფით ფიდბექია, მანამდე ჩვენ მორალზე არ იმოქმედოთ და შემდეგ მოგვიანებით საინტერესო იქნებოდა რა. შეიძლება რაღაცები გავმაზეთ, შეიძლება მე რაღაცა სხვა კუთხით რაღაცა კითხვა დამესვა კითხვები და შემდეგ. თუმცა ჩემი აზრით კარგად მიდის. შემდეგ მინდა რომ სანამ გადავალთ შემდეგ უფრო პრაქტიკულ ფაზაზე მე მგონი რაღაცა მინი შეჯამებასავით გავაკეთოთ რა. მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია რომ რაღაცა ჩეკპოინტი გავაკეთოთ საბოლოოდ. ეხლა რაც გავიარეთ, ძირითადად რაც გავიარეთ, პირველი უყურებთ მეტაში რა ჩემპიონები არის დღეს. მაკედან გამომდინარე შემდეგ მეჩაპები ვიცით და გვესმის მეჩაპები, მაკედან გამომდინარე მეჩაპიდან გამომდინარე ვიღებთ შესაბამის საპორტს და ვიცით მისი ძლიერი მხარეები, სუსტი მხარეები და მაგ ყველაფერთან გამომდინარე რომ თამაშობთ მე თამაშში რა. ვიჟენი ვიცით რა არის, რომი ვიცით რა არის. ძირითადად ინგეიჯ საპორტები არიან ხოძზე, რომებზე ძირითადად ინგეიჯ საპორტები დადიან და ნამი ალბათ ნაკლებად, მაგაზე მანდ-მაინც არ გვითქვამს, მაგრამ ალბათ ეგრე არის, რამე რომ ჩაისეინოს ჯანგში შეიძლება პრობლემა გამოიწვიოს მაგრამ მაგაზე მერე დავილაპარაკოთ. ჰერალდი როგორც კი გამოდის, ჰერალდი იმდენად პრიორიტეტულია ჰერალდის აღება, რომ საპორტი მიდის ჰერალდზე, თუმცა ADC-მ უნდა იცოდეს ამასობაში, რომ ჰერალდი საპორტი კარგ საქმეს აკეთებს სრულიად თიმისთვის და მისთვისაც და არ უნდა მოიკლას თავი და არ უნდა იწოწოლოს ბევრი თუ მოკვდება მისი ბრალია ან საერთოდ გაეცალოს ტაუერს მაგას ჯობია. ვიჟენებზე ვთქვით რომ ბლუზე ჩადებული ვარდი ძალიან პროდუქტიულია საპორტისგან ან პინკვორდი სხვათა შორის ან შენ მხარეს დადებული პინკვორდი რომ მოწირაამდე გაუქრო თავისი დადებული შეიძლება ყვითელი ვარდი იმისთვის რომ XP აიღო და goldi აიღო ცოტათი და დაჟე ლეველიც კი შეიძლება დაასწრო მაგ ყველაფრით რაც ასევე შესანიშნავი არის. კიდევ ვილაპარაკეთ იმაზე რომ ესე იგი მეჩაპის დროს და ახლობებით რა სიძლიერები აქვს. ძირითადად ნაუტილუსზე ვილაპარაკეთ და ბრაუნზე, მაგრამ არა უშავს, კარგი დასაწყისია ჩემი აზრით და რაიმე სხვა ფორმით უნდა, რამე სია ან რივიუები რაღაც უნდა გავაკეთოთ, ძალიან მაგარი იქნება ეგეც და მანდ უფრო მეტი ინფორმაცია შეგროვდება და საბოლოო ჯამში რაღაც კარგად გამოვა, იმიტომ რომ ეს სტრიმზე ბევრი დრო მიაქვს, ძალიან ბევრი edge case არის და ჯანგლერიც კი არ შემოგვიყვანია ჯერ თამაში. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ თუ ერთი მხარე აგებს თამაშს და თამაშს რაღა იყო და match-ups და მეორე მხარე უგებს, როგორ უნდა გამოიყენონ ეს უპირატესობა და ძირითადად იყო ამ engage საპორტებზე და ხშირად იყო რომ ufreeze-ავ lanes, ცოტა ხანი უპირატესობას იძენ იმით რომ ვერ ფუშავენ, ვერ მოდიან მინიონებამდე და თუ მოდიან ისჯებიან ჰუკით, პინკვორდი დევს ბუჩქში და ნაუტილუსი დგას და როგორც კი AD carry დააპირებს გაფრიზულ lanes-ზე გადმოსვლას შუისიკი და ავტოეთექის დარტყმას, ეგრევე ნაუტილუსი წკაპან, ფლეში, Q, ავტოეთექი, რუთი, ჰუკი მოხდება, იქიდან ვარუსიან ვიღაც გადაარტყამს დიდ დემეჯს და ისე უკან იხევს, ანუ ისჯება რეალურად AD carry. მანამ სანამ უპირატესობას ცოტათი არ მოიპოვებს, უპირატესი არ უფრო ძლიერი მხარე და ცოტა ხანში ქილის აღება თუ უნდათ უკვე უფუშავენ და თავბერის ქვეშ ადაივებენ, რადგან უკვე უპირატესობა აქვთ. რაღაც ეგეთი უხეში მიმოხილვა გამოვიდა. შეიძლება მაინც ზოგადი და ვერ ჩავედით იმ დეტალებამდე, რამდენადაც გვინდოდა, მაგრამ ჩემი აზრით პირველისთვის სავსებით საკმარისით შეიძლება იყოს ეს თეორიული